გოგაშვილი და რეზო რობაქიძე. ნანა ნებიერიძე და ლევან ახლებიანი. Let's all celebrate and have a good time. Celebration. We gon' celebrate and have a good time. It's time to come together. It's up to you. What's your pleasure? Everyone around the world. Come on! Stefani Zaraze და რამაზ ლაზარიშვილი. edi ხატიაშვილი და გიორგი ბარბაკაძე. აკო ჯორგოლაშვილი და გაგა თოდუა. კოტიკო თოლორაია და ამი ჯაჯანიძე. Let's celebrate the celebration. მოგესალმებით ყველას! საღამომშვიდობის აპატივცემულო საზოგადოება! გამარჯობა! აპლოდისმენტები არ გვესმის! ტელეიმედის პირდაპირ ეთერში ყველაზე რეიტინგული აზარტული სანახაობრივი შოუ ცეკვავენ ვარსკვლავები! და რა თქმა უნდა მივესალმოთ ჩვენს ვარსკვლავურ ჟიურის. ოთარ ტატიშვილი! საფა შევარდნაძე! ნინა სოხიშვილი! გოჩა ჩერკოვი! და ჩვენი სპეციალური სტუმარი, სპეციალური ჟიურის წევრი რადიოსადგურ ეხო მოსკვის მთავარი რედაქტორი ალექსეი ვენედიქტოვი. დიდი მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ. მაშასე პატივცემულო საზოგადოება საკმაოდ დაძაბული მდგომარეობა იყო წინა კვირას ჩვენ სპეციალური კოლაჟიც მოვამზადეთ საკმაოდ საინტერესო წინა კვირა გამოგვივიდა წინა ხუთშაბათიდან დღემდე და თქვენთვის მოვამზადეთ ვიდეო კოლაჟი. მოდი ვნახოთ რა ხდებოდა ერთი კვირის მანძილზე. ცეკვავენ ვარსკვლავების მეხუთე ეპიზოდში კონკურსანტებთან ერთად პროექტის სამივე სეზონის მონაწილეები, წამყვანები და ჟიურის წევრებიც ასეთ. რეტრო ტური პირდაპირ ეთერში გრანდიოზული ნომრით გაიხსნა. რეტრო ტურში რეტრო კვიკსტეპი შეასრულა თაკო ჯორგოლაშვილი. ჟიურის უმაღლესი შეფასების გარდა იმედის ჟურნალისტმა ახალი შეთავაზებაც მიიღო. პარტნიორი ყავს გაგაშენ? That's your partner. ამიჯერე. გოჩამ რო დღეს ეს თქვა, რაღაცა მე მგონი დააფიქრდები გაკა. პროექტის მე თუ არ დადგაშენ დაწყვილში აღარ დავადაპარაკე. სასიამოვნო სიურპრიზი მოუწყო ძმას სოსო თოლორაია. ამერიკიდან გამოგზავნილი კოტიკოსა და ანის მხარდამჭერი კლიპი მაყურებელმაც მალევე აიტაცა. თუმცა წყვილი აუთსაიდერებში მაინც მოხვდა. მეორე აუთსაიდერი გუგა კუზანოვისა და მზია ორველაშვილის წყვილი გახდა. სწორედ მათ დაიმსახურეს ჟიურის ყველაზე დაბალი შეფასება. არა, ნუ იგივე იყო აბსოლუტურად იმის დროს, კინტაურის დროს, 9-8. გავარდებით, არ გავარდებით. მე ძალიან დიდი სიონი. ეს გამოსაცა ჩვენს იქნება ბოლო. მე მართლა ძალიან, დიდი სიონი. ალბათ ბოლო იქნება და პრობლემა არ არის. კოდიკო და არის! სამწუხაროდ გუგა და მზია ტოვებენ პროექტს. შოუში 8 წვილი დარჩა. თუმცა პროექტის მონაწილეები სრული შემადგენლობით ისევ შეიკრიბნენ. ამჯერად ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად. კომპანია სმარტის დახმარებით ცეკვავენ ვარსკვლავების მთელი გუნდი იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს ეწვია.
ჩვენ ვიმყოფებით ხაიაშვილის კლინიკაში, სისხლის ბანკიო, ვაბარებთ სისხლს, იმიტომ რომ გადავარჩინოთ მომავალი თაობა ბავშვები, რომლებიც რეალურად დღეს უყურებენ სიკვდილს თვალებში და ყველამ უნდა გაიაზროს მე მგონი ის ფაქტი, რომ თუ ეს ბავშვები და ძალიან მარტივია, შესაძლებელია რომ გამოჯამთელდნენ, გამოჯამთელების შემდეგ უფრო მეტად და ღირსეულად დაუბრუნდებიან იმ საზოგადოებას, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ. ამიტომ მე მგონი ყველამ ეს კარგად უნდა გავიაზროთ. ვისაც გაქვთ ადამიანური ჯანსაღი სისხლის შემოქმედა ხალხო, მოდით და ამ ბავშვებს მხოლოდ ეგუნა დანარჩენს ისინი აკეთებენ. ერთადერთი რაც არის საჭირო, არის საჭირო სისხლი. მოდით გავიღოთ ცოტა ყველამ და ხათვის თავზე შესანიშნავი შედეგებით გადიან აქედან და დაგვხვდნენ ხა ჯანმრთელი ბავშვები და ამას დიდი ბედნიერება არაფერი არ არის. გიწოდებთ რომ მოხვიდეთ და ცოტა სისხლი გაიღოთ იმისთვის რომ ბავშვები საზოგადოებას დაუბრუნდნენ უკვე გამოჯანმრთელებულები და ამის ძალიან დიდი შანსი აქვთ ეს დაავადება ისეთი არის რომ ნამდვილად ემორჩილება მკურნალობას ხანგრძლივ რემისიაში გადადის და მოკლედ შეგვიძლია რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ბავშვების გადარჩენაზე ამიტომ ნუ დაგეზარებათ მოდით აქ და ჩააბარეთ თქვენი სისხლი პატარა ლამაზი ბავშვები რო ნახოთ ალბათ არც ერთი არ დაიზარებ მოსვლას ხოთ მოდით და დავეხმაროთ ხოლმე ერთად For this world For this world დღეს თითქმის ყველა მონაწილე იმყოფებოდა ბავშვებთან მოინახულეს, საჩუქრები მოუტანეს და რაც ყველაზე მთავარია ბავშვებთან ერთად ძალიან იმხიარულეს ის ცეკვები შეასრულეს. ძალიან დიდი მადლობა მინდა მე ვუთხრა მათ განსაკუთრებული მადლობა იმისთვის რომ გაიღეს სისხლი. მიბაძეთ ამ ადამიანებს, იმიტომ რომ ესეთი პოზიტიური დღეები ამ ბავშვებისთვის პირდაპირ მოქმედებს გამოჯანმრთელებაზე და კიდევ ვიმეორებ სისხლი მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. Don't let yourself be fooled by sunshine and what the Bible says. რაც არ უნდა მხიარული ფორმატი იყოს ცეკვანი ვარსკვლავები, მაინც არსებობენ ბავშვები, ადამიანები, რომლებიც საჭიროებენ განსაკუთრებულ ყურადღებას, დღევანდელი დღე სწორედ ამის გამომხატველია. არ შეიძლება არ დაინახო ის განწყობა, ის ყურადღება, რომელსაც გარკვეული ტიპის ზევდაც აკუთვნავს თან, იმიტომ რომ ეს ყველაფერი არც თუ ისე მარტივი სანახავია ჩვენი მხრიდან, მონაწილეების მხრიდან და მე მგონია რომ სწორედ ეს ის ბავშვები არიან, ეს ის ნაწილია საზოგადოების, რომელიც განსაკუთრებით საჭიროებს ესეთი ტიპის ყურადღებას და ცეკვები, რომლებსაც ფორმატში მაყურებელი ნახულობს დღევანდელ დღეს ამ ბავშვებმაც იხილეს, თვითონაც გახდნენ ამის მონაწილეები და მე მგონი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დღე მთელი სამი წლის განმავლობაში სწორედ დღესაა. აი ასეთი საინტერესო გასული კვირა გქონდა თლიანად ცეკვავენ ვარსკვლავების მონაწილეებს, წამყვანებს, სტაფს და დღეს ერთი ძალიან მაგარი მნიშვნელოვანი დღეა ჩვენთვის დღეს დღევანდელ კონკურსს ჩვენ უძვნით ჩვენ სტუმრებს, უბრალოდ ჩვენ მეგობრებს, რომლებიც აქ არიან. აი აქ ხედავ. ჩვენი ბავშვები. ლუკა! მიხარი აქ ხართ. მაგრამ ერთი თავარი ამბავია კონკურსია და ვიღაცა გავარდება დღეს. წარმოგიდგენია, მაგრამ არა უშავს, ხო? მაინც ჩვენთან ერთად არიან. კი? კარგია? კი. ამ დღეს გიძღვნით თქვენ. ეს დღე სპეციალურად თქვენთვის არის. აბა მიუძღვნათ დღევანდელი დღე ჩვენ მეგობარ ბავშვებს. და რაც არ უნდა იყოს SMS-ები საჭიროა, ჟიური შეფასება საჭიროა, ყველაფერი საჭიროა. მეგობრებო, იმიტომ რომ თითო SMS-ი კი ძალიან მნიშვნელოვანია სამწუხაროდ. ერთი წყვილი დღეს კიდევ დატოვებს ჩვენ შოუს. პროექტში კი დარჩა 8 წყვილი და სწორედ აი ეს 8 წყვილი იბრძვის მთავარი პრიზისთვის. გამარჯვებულს დეველოპერული კომპანია არქიჯგუფი გადაცემს ბინას მის ერთ-ერთ პროექტში გამარჯვებულის არჩევენ არქიჯგუფი კი ყველა უბანში აშენებს. თქვენ წარმოიდგინეთ და არც მეორე ადგილზე გასული ვარსკვლავი დარჩება პრიზის გარეშე, გელაპარაკებით. მოკლედ, მას კომპანია Kia Motors-ი გადასცემს საჩუქრად ავტომობილ Kia Cadenza-ს.
რაღაცა კიას კი არა, კადენსას. მე კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, მეგობრებო, აუცილებლად უნდა გამოგზავნოთ SMS-ები. ჟიურის გადაწყვეტილება თქვენ რეალურად შეგიძლიათ შეცვალოთ. ხო, ჟიური კი შეიძლება კარგად შეაფასოს რა, თქმა უნდა, ქულები ჟიურიზეა დამოკიდებული, SMS-ები რა თქმა უნდა თქვენზე მაყურებელზე. მე ერთი რამ მინდა გითხრა, სანამ თქვენ ახვიდოდეთ იმ ოთახში, რომელსაც TV-ს ოთახს ვეძახით, მე მინდა საზოგადოებას უთხრა, რომ რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის ტრადიციულად ამ არაჩვეულებრივ ყველაზე რეიტინგულ შოუს ეკვარ ვარსკვლავის წარმოგიდგენთ TBC ბანკი. ბანკი, რომელიც ყოველთვის მხარში უდგას ქართულ კულტურულ პროექტებს. მაშინ ასე მივესალმოთ ყველა მონაწილეს, ყველა ვარსკვლავს, მაგრამ განსაკუთრებით პირველ გაბედულ წყვილს და ესენი არიან. ვინ არიან ესენი? გავიხედო. სოფო ნიჟარაძე და რამაზ ლაზარიშვილი. 95-106. გწოთ. საბოლოო ჯამში რა თქმა უნდა კმაყოფილი ვარ, იმიტომ რომ საერთოდ მგონია ხოლმე რომ ვერ გავალ, იმიტომ რომ გაბზარული ფეხით, ასე ვთქვათ, ну, მოკლედ არ მინდა რომ თავს მოვახვიო მაყურებელს ჩემი პრობლემები, მაგრამ შევეცდები რომ შემდეგში გამოვასწორო და უფრო ნაკლებად დამეტყოს ჩემი. მეც ვიყარხარ კოტიკო ძალიან ჩემოსაყარი. As I know, no one even cares. How come that there is no one that I ვასრულებთ ვენურ ვალს. ორივე რომანტიული ცეკვების მოყვარულები ვართ და ბედნიერი ვართ, რომ ამ ტურში, რომელსაც ქვია ჰიტები, შეგვხვდა ძალიან ლამაზი ჰაეროვანი ცეკვა ვენური ვალს. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადოთ იმას და ალიონას. ყველანაირად გვეხმარებიან, გვერდში გვიდგანან და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ყველა მონაწილემ თავის მაქსიმუმი დადოს პარკეტზე. როდესაც გამოდიხარ სცენაზე და აბსოლუტურად არავის არ უნდა აჩვენო შენ თუ რა ფიზიკურად რაღაც ტრავმა გაქვს თუ არ ვიცი მორალურად ვერ გრძნობ თავს ისე კარგად თუ პროფესიონალი ხარ ყველაფერი უნდა გადადო შენი განწყობა ხასიათი და უნდა გამოიტანო მაქსიმუმი იმდენად რამაზე თავის თავზე იღებს ყველაფერს რომ როდესაც მთავრდება ნომერი მე ვარ აი ჩვეულებრივი და რომელზე ესეთი დაღელი მე ჩვეულებრივად ვერ დაიძაბება არ მე შესაძლოა არც ერთი წევრი ჩემი ოჯახის არც ერთხელ არ ყოფილა ცეკვებს დედამ მიმიყვანა 3 წლის რომ ვიყავი მიმიყვანა ეგრევე სიმღერაზე იმიტომ რომ მითხრა რომ აღმოვაჩინე რომ სანამდე დაიწყებდი ლაპარაკს ღიღინებდიო მითხრა შემდეგ მივედი ბასტიბუბუში ესეთი მომღერალი ბავშვი ვიყავი პატარაობიდანვე თუ მოგეწონებათ ჩვენი ნომერი ჩვენი შესრულება მხოლოდ თუ მოგეწონებათ დაგვიმესიჯეთ ნომერზე 95 106 სოფო ნიჟარაძე და რამაზ ლაზარიშვილი ვენური ვალსი They call me the wild rose, but my name was alive as a day. Why they call me it, I do not know. For my name was alive as a day. From the first day I saw her, I knew she was the one. She stared in my eyes and smiled. For her lips were the color of the roses that grew down the river, all bloody and wild. When he knocked on my door and entered the room, my trembling subsided in his sure embrace. He would be my first man, and with a careful hand, he wiped out the tears that ran down my face. They call me the wild rose.
close your eyes, dearie. Bravo! Bravo! არაჩვეულებრივი დეკორაცია, არაჩვეულებრივი ცეკვა. ცება მეც მოვკალათ. ჩამოჯექი კი. მე მოვალდა ელა. მოდი ჩემთან. მოდი. კარგი მიდი. აბა კარგად ხარ? კი. მე მინდა გითხრათ ერთი წამით, ხო? უნდა ვთქვა, ამ საქანელაზე დაჯდომა არის ურთულესი. ერთი ქულა უნდა დაუმატოთ, მეგობრებო. Сапа, разгвет. Это очень сложно. Надо еще десятку поставить. მე მას გეტყვით რომ როცა მოვდიოდი აქ მითხეს რომ რატო წერ ესეთ მაღალ ნიშნებსო მეთხარი მე იმიტომ წერ მაღალ ნიშნებს რომ ვისაც მაღალ ნიშნებს უწერ ის ნამდვილად იმსახურებს ამ მაღალ ნიშნებს სოფო ორი კვირის წინ რო ვიყავი და რო გიყურებდი მეგონა რომ კარგად ცეკვდი მაგრამ კარგად ეხა ცეკვავ შენ მე ესე მგონი და ნამდვილად შენი საქმის პროფესიონალი ხარ იმიტომ რომ არ გეტყობა არც ის რომ ნერვიულობ არ გეტყობა ის რომ რაღაცა ცუდი განწყობა გაქვს მარტო ვიცი რომ რა შევეცა გამოდიხარ სცენაზე არის ნამდვილი დღესასწაული კი დაჯდომა ორი წამი ვერ მოვახერხე ეგრევე ეს მარტო ეს რამდენი არის რომ იმაზე დაჯექი და არ აღიარეთ სოფოს ნიჭი დიდი მადლობა სოფო ბატონო ალექსეი мы вас слушаем Я когда ехал сюда мне Николай Цискоридзе сказал главное не завидуй там танцорам да я должен сказать Ромаш что я вам сегодня завидовал я не выполнил то что мне сказал Цискоридзе Я, конечно, не могу прыгать, как он, и ловить женщин, как он, но вы молодцы, ребята, молодцы. მოკლედ ძალიან მოეწონა მეგობრებო ყოჩახო ფინალი ესეთი იყო. ბატონო გოჩა, თქვენ რას გვეტყვით? კამი გაიხსენე. სოფო რამაზი პირველ რიგში რა მინდა ვთქვა რომ ჩემი პრობლემა იყო ადრე და ვიწყეთ ჩემთან რომ გახსნილი არ იყავი. ეს იყო ძალიან ემოციური, ძალიან სრულად თავიდან ბოლომდე performance ძალიან მაღალ დონეზე, ამიტომ არის აბსოლუტური პროგრესი. Bravo Macri. Yes. რაც შეეხება ცეკვას, well technically უნდა ფრთხილად იყო ვენური ვალსი, იმიტომ რომ მესამე ნაბიჯი უნდა იყოს ბრტყელთერფზე, რომ პირველი ნაბიჯი ქუსლით იყო, რამოდენიმეჯერ ფეხით სწორით წახვედი, ეს უბრალოდ ტექნიკურია. ცხვირი წასვლა და ქუსლი წასვლა. ცხვირი წასვლა მე მეხერხება. ფეხით არ ვიცი ქუსლი. სამი უნდა იყოს ბრტყელი, რომ ერთი იყოს ქუსლი. 1 2 და მე ქუსლი. დანარჩენი იყო fantastic, beautiful. შესანიშნავი შეფასებით გამოვუშვით სოფო და რამაზი TBC-ის ოთახში. აი თურმე სად იზრდებიან გარეული ვარდებისა და ცეკვავენ ვარსკვლავების სცენაზე. ნანკა, ესეთი გრასიოზული არასდროს არ მინახი ხარ. ვა. და აი პირველი ვარსკვლავური წყვილი დაგვიბრუნდა ყველაზე გამბედავი წყვილი. ძალიან კარგი შეფასება იყო ჟიურის მხრიდან. ახლა კი ვნახოთ ეს ყველაფერი როგორ აისახება ქულებზე, გთხოვთ. ოთარ ტატიშვილი 9 სოფო შევარდნაძე 10 ალექსეი ვენედიქტოვი 10 ნინო სუფიშვილი 10 39 კულა გოჩა ჩერკოვი 9 სულმა წამძლია ისე გამიხარდა რომ 3-10-იანი დავინახე რომ მოგილოცე პირდაპირ 48 კულა გილოცავ სოფო ახლა ნამდვილად გილოცავ უკვე ესე იგი არაჩვეულებრივი შეფასება მოვისმინეთ ეს ყველაფერი ქულებზე აისახა როგორია მოდი შენი განწყობა შენ გახსენი დღევანდელი შოუ აი ესეთი ჰაეროვანი და სუბუქი ცეკვით როგორიც არის ვენური ვალსი ძალიან ნერვიულობდი ვიყავი პირველი და თურმე პირიქით ძალიან კარგია პირველი გახსნა ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ჟიურის ესეთი მაღალი შეფასებისთვის ნამდვილად არ ველოდი თუ დავიმსახურე ესეთი კარგი სიტყვები და რაც შეეხება შენიშვნებს რა თქმა უნდა მუშაობ იმისთვის რომ რაღაცა პროგრესი თუ არის მიხარია ძალიან რაღაც პროგრესი არა დიდი პროგრესი ნახა უკვე ჟიური კიდევ უფრო დიდ პროგრესზე მიმუშავებ ძალიან დიდი მადლობა ყველას ესეთი სიტყვისთვის მადლობა მაყურებელს რა თქმა უნდა მაგრამ პროგრესს უნდა დაერთოს SMS-ები და ამიტომ შენ შეგიძლია მაყურებელს შეახსენო შენი SMS ნომერი დიდი მადლობა მაყურებელს რომ ეს ორი ტური ძალიან დამიდგა მხარში უღრმესი მადლობა და ჩვენი ნომერი თუ მოგეწონათ ჩვენი ცეკვა არის 95-106 მადლობა. ესე შეგიძლიათ დაისვენოთ ყველაფერი. კარგად არის. მოკლედ შავი მანქანა, ჯაზ მანქანა 200-ას არ გაიგებს კაცი და ამაში ალბათ დავრწმუნდებით სულ რამოდენიმე წამში. მეორე წვილი ემზადება თქვენთან შესახვედრად. მეორე წვილი კი გახლავთ პატივცემულოდელი მაყურებლებო.
თაკო ჩორგოლაშვილი და გაგა თოდუა 95-112 ხო Hello, darling. This is Louis. Darling, it's so nice to have you back where you belong. You looking swell. რაღაცა ხდება ამ დროს, როცა ყველა ასეთ კომენტარს გეუბნება, ის საოცარი რამე, მე ამას ფულები რო ემატება. ჩვენი კონკურსანტების რაღაცა ემოციები ხარში დგომა. არ ვიცი, აი, ძალიან ბევრი რაღაც მომცა ამ პროექტმა მართლა. მე მიყვარს შენერის საყვარელი ბავშვები. ომობანა უყვარს. გაგა სამბა, გაგა მესიჯები. სამბა. მიუხედავად იმისა, რომ ამ პროექტში ყველა მონაწილეს სჭირდება ძალიან დიდი დრო, ენერგია, ნერვები, ყველაფერი მაინც გახდა სასიამოვნო პროცესი. ანუ აქ მოსვლა, ყოფნა, ვთქვათ, რაღაცების სწავლა, მერე მორგება. ვერ წარმომიდგენია უკვე ამის გარეშე, როგორ გათენდება ერთი დღე და აღარ იქნება. შენს მოკიდეთ ძლიერ არის. აი აქ ძალიან იჭი. ჩვენ ვხოთ სამბას. სამბა. ძალიან მაგარი ცეკვა რა კაია. სამბა არის ძალიან უნდა იხასიათი, ცეკვავანი. რომელიც თაკოსა. ენერგიული, სახასიათო, ყველაფერს საუკეთესო ამ ცეკვაში არის. გულწრფელი რო ვიყავ, ვთვლი რომ ჩვენს ერთ-ერთი ძლიერი კონკურენტები ვართ და ასეთი არის რამოდენიმე ყველაზე ძლიერი და სხვათა შორის ითქვა კიდეც რომ რკინის ნერვები გჭირდებათ ამ პროექტში და მართლა ასეა. ძალიან დიდ შრომასთან არის ეს ყველაფერი დაკავშირებული. და უკვე გარეთ როცა გავდივარ, უკვე ყველამ ცნობთ რაღაცა მოგვდის Facebook-ზე უამრავი შეტყობინებები და ეხლა უფრო ვხვდები რომ კიდევ კარგი ამ ყველაფერზე უარი არ ვთქვი, იმიტომ რომ კი არ ვარ შეიძლება ვარსკვლავი, მაგრამ გეძლევა ამის საშუალება და მე მგონია რომ უნდა გამოიყენო. დაგვიმესიჯეთ 95 112 თაკო ჩორგოლაშვილი და გაგა თოდუა. სამბა. თაკო და გაგა მანიაკი წვილი სხვათა შორის თაკო ამ ცეკვაზე რატომღაც ძალიან ნერვიულობდა და გადაწყვიტა რომ არ გამოსდის. ოღონდ მაყურებელო, ხო მაგრა იცეკვა? ოთარ, მე მგონი ძალიან მაყოფილი ხარ. და მსოფლიოში თუ ვიყურებს ხალხი და ვიცი რომ ვიყურებს, მე მინდა შევთავაზო 2014 წელს ბრაზილიაშია მუნდიალი და გახსნაზე არც ერთი სამბა სკოლა არ უნდათ აცეკვონ თაკო და იქნება ძალიან მაგარი გახსნა. მე ერთი რაღაც გამახსენდა, უცებ ვიტყვი, არის ასეთი ცნობილი ჯაზმენი დიკ გრიფინი, რომელიც ამავდროულად არის ძალიან კარგი მხატვარი და
ნუ ენანებოდა მუსიკის დათმობა, ენანებოდა მხატვრობის დათმობა და ბოლოს ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, რომ თავის ალბომებს თვითონ აფორმებდა, ხატავდა და ორმაგ ფასში იყიდებოდა მისი ალბომი. აი შენ ხარ ძალიან მაგარი მოცეკვავე, ხარ ძალიან კარგი ჟურნალისტი. აი ცეკვით რო ჩაერთო ხოლმე დილის გადაცემაში, არც ცეკვას დაკარგავ და არც ჟურნალისტობას. აი ესეთ. მე მგონი წინასწარ ხვდებით მე რას დავწერ აქ დღეს. დიდი მადლობა. დიდი მადლობა ოთარ. ნინო სუხიშვილს მოусმენ სიხარულით. თაკო არაჩვეულებრივი იყავი, ორივე ხართ არაჩვეულებრივი წყვილი, ერთ-ერთი უძლიერესი, ნამდვილი ცეცხლოვანი სამბა გვაჩვენეთ, რაღაც ესეთი ამაღელვებელი და ულამაზესი იყავი თაკო. შენზე ამბობენ რომ კარგად იცეკვებსო, მოცეკვავეა, მაგრამ ხო შენ არა ხარ მოცეკვავე. ჩვენ ქვეყანაში 90% ქართულ ცეკვაზე დადიოდა ბავშვობაში და ეს არაფერს არ ნიშნავს. შენ ხარ ჟურნალისტი და ცეკვავ ბევრ მოცეკვავეზე უკეთესად, ყოჩახ. დიდი მადლობა მამატო ნინოს. და იდუმალი გოჩა რას გვაქვს? თაკო გაგა თაკო უდაოდ აი come on ძალიან ნიჭიერი გოგონა ხარ აი seriously ძალიან მაგრამ სამბა აბა მაგრამ sorry ახლა you know კარგი ნომერი იყო მე კორტა ჯაკა დაიწყე მე 18 რანში რო გადახვედი ძალიან სამბა თავისით გადაადგილდება ძალიან დარბოდი დავეტანი და აღარ უნდა სამბა სირბილი თავისით მიდის მოძრაობას უნდა მიაქცი ყურადღება და ეს ვიცო აი იყო მაგრამის პასუხი უნდა გასამდეს და რაღაც უნდა მოხდეს უნდა რაღაცა უნდა მოხდეს აბა რა ეს ეგრეთი დღე გვაქვს რითმიული არ იყოს ხეულში was too stiff არ იყო რითმიული უფრო ხეულში უნდა იყოს თელი სამაუნდა ცენტრი I mean სული უნდა ცეკვავდეს ლამაზი ნომერი კარგი მართლა კარგი შენთვის არ იყო კარგი უფრო კარგი შეგიძლია so that's all ცეკვავს პრინციპში 11-ზე შეუძლია, ხო? 25-ზე შეუძლია. ანუ 10-იანს წერთ, რა კარგია, მადლობთ. აპლოდისმენტებით გავაცილოთ, თაკო. თაკო და გამოდიათ ესკენ, კახა. და რა თქმა უნდა, აპლოდისმენტებით ვეგებებით ჩვენს ვარსკვლავურ წყვილს, რომლებშიც ძალიან რთულია გაარკვიო, რომელია პროფესიონალი მოცეკვავე. და აი ისინი ყველაფერმა კარგად შეიარა, ახლა ვნახოთ ჟიურის შეფასება ქულებით, გთხოვთ. ოთარ ტატიშვილი 10 სოფო შევარდნაძე 9 ალექსეი ვენედიქტოვი 9 ნინო სუხიშვილი 10 გოჩა ჩერტკოევი 8 46 ქულა, თაკო პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ წითელი საოცრად გიხდება. მოკლედ, ვიცი რომ ნერვიულობდი ძალიან სამბაზე, იმიტომ რომ ლათინური პროგრამიდან ერთ-ერთი ურთულესი ცეკვაა შესასრულებლად. გამოვიდა ყველაფერი ისე როგორ ჩაიფიქრე, შენ როგორ გზნობ? თუ ნერვიულობამ გადაგძლია მაინც. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ყველა ის შენიშვნა რაც ითქვა ბატონი გოჩასგან, ვიცოდი რომ ეს ითქმებოდა, იმიტომ რომ მე ვიცოდი, გაგა არის სტანდარტისტი, ამიტომ არის რომ სტანდარტზე გაცილებით უფრო კარგად ვახერხებთ მუშაობას. ლათინის ამიტომ მეშინია ხოლმე, მაგრამ მე მაინც ვთვლი რომ საკმაოდ ნორმალური შეფასება და იცი რა, თავარია რომ სიამოვნებას ვიღებ ამ ყველაფრისგან და მით უმეტეს სამბა იმდენად სახასიათო და ენერგიული ესეთი რიტმიანი ცეკვა, რომ ერთი დიდი სიამოვნება იყო. მე მგონი შენ ამოძრავებდი იქით სამბას და არა სამბა შენ. მაყურებელსაც სწორედ ის მოსწონს, რომ შენ იღებდე რაც თავარია სიამოვნებას ცეკვით. მადლობა და იმედი მაქვს, რომ მაყურებელსაც მოწონს და ჩვენი SMS ნომერია თუ გექნებათ სურვილი და მოგეწონებათ ცეკვა, დაგვიმესიჯეთ 95 112. ძალიან კარგი, დიდი მადლობა თქვენ ესეთი შესანიშნავი ნომრისთვის შეგიძლიათ დაისვენოთ. მოკლედ ახალ წლამდე ძალიან დიდი დროა მე მგონი დარჩენილი, თოვლის ბაბუა ისვენებს და როგორც გავიგეთ ძალიან კარგადაც ერთობა. და თქვენს წინაშეა გიორგი ყიფშიძე და ჯულიანა ბარკნარი 95-109 ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ასე კარგად შევასრულეთ. და შეგვაფასეს. ხო, იმიტომ რომ ეს მუსიკა მოვიტანე თავიდანვე რა. მეთქი ამაზე მინდა ვიჭეკო მეთქი. დიდი ენერგია ჩავით მართლა, იმიტომ რომ რა პირველად ვიგზავნა რომ ეს ცეკვა ჩემი იყო რა.
ესე ყვა ბიჭო არ ვიცოდი ფოქსტროტი რაღაცა ტვისტისკენ მეგონა რაღაცა ფოქსტროტი მეგონა ფოქსტროტ ყოფილად ტანგოსნაირი რაღაცა ტანგო კი არა ვალსა ბრაზნი რაღაცნაირი ეგეთი ხასიათის გაწევრებია შიგნით აი ძალიან საკაიფოა რა არა რატომაც ვაბიჯებ ფეხზე ძალიან ახლოს არის რა ცეკვა არის აი ეს ჭიდრო ცეკვა და რაღაც მომენტში ერთ-ერთ ნაბიჯს უხსოვთ ყავთ რაღაც ნიტოს ვაკეთებ მაგრამ გამოვასწრებ მაგრამ ეგეთი მომხდა რაღაც როგორ არა აი იმდენი კონტაქტი ერთმანეთში აღარ არის რატომღაც რა რომ აი ყველა ჩაძირულია თავის საქმის კეთებაში იმიტომ რომ გამარჯობა მაგრამ ამცალია ხალხ ცეკვა აი პონტი უფრო არის რა ეს კარგია განაცუდია მაგრამ ეხლა მე ძალიან მეორე ვიფრაზე ესეთი ხალხი დარჩა შემგარშემო რომ SMS-ები ჭირდება ხალხო იკალეთ ასე ვარ შეხვედრებით ერთ-ერთი SMS-ი რა ძალიან ხოც ანუ რა ერთი აი ხა ყველა მაიგა ტელეფონი და 95-109 დაწერეთ მე რასაც გინდა დაადირეთ იქ გაიხსნება ეგეთი send დაწერია მიაჭერთ და წამოვა და მე ვიქნები უბედნიერესი ადამიანი თუ აი ახლა დარჩენილ ადამიანებს 800 ვაჯობოთ SMS-ები და მე მივხვდები რომ თქვენ ყველამ გაითვალისწინეთ ეს ჩემი პატარა თხოვნა გიორგი ყიფშიძე და ჯულიანა ბარგნარი ფოქსტროტი You better watch out, you better not cry, you better not pout, I'm telling you why. Santa Claus is coming to town. Making a list, he's checking it twice. He's gonna find out who's naughty or nice. Santa Claus is coming to town. He sees you when you're sleeping, and he knows when you're awake. He knows if you've been bad or good, so be good for goodness sake. You better watch, you better not cry, you better not pout, I'm telling you why. Santa Claus is coming to town. You better watch out, you better not cry, you better not pout, I'm telling you why. Santa Claus is coming. I mean the big fat man with the long white beard. He's coming to town. ჩვეულებრივი ნომერი გიორგი და ჯულიანა როცა მე ხარ უნდა დავაკვირდე რამე არ იყოს კიდე არ გავეთ არაფერი არ შვიდობა ჩვენ და მეგობრებო ესე გისეთი ელეგანტური ხარ დარწმუნებული ვარ ყველა ქალბატონის გული მოიგე და დარწმუნებული ვარ სოფოს გულიც მოვიგეთ არა კი ნამდვილად იცი რა ხარი ხომ როცა გახვალ კონკურსის გარეთ და განიხილავ ხოლმე და მოდიოდი რომ გიორგი ყიფშიძე ესეთი არასტაბილური მოცეკვავეო და მე ძალიან მიხარია რომ ყოველ ჩემ ჩამოსვლაზე ისე ემთხოვ რომ სტაბილურად კარგად ზეკვავს ხოლმე და მართლა ძალიან გაიზარდე მე დიდი ხანია არ მინახე და სპეციალურად ფეხებზე გიყურებდი ურთულესი ცეკვაა ფოქსტროტი ალბათ ყველაზე რთული და ძალიან მიხარია რომ რამდენს იტევს შენი შინაგანი სამყარო რომ ყველა პერსონაჟს ესე ერგები ყოჩა ნიჭიერი ადამიანია რა ქნას Батону Алексей. Да. Я хочу, тут в зале находится девушка, я хочу ей сказать, я не буду танцевать фокстрот. Я не буду учиться танцевать фокстрот. У меня 2 руки, я хочу их сохранить. У меня 2 ноги, я хочу их сохранить. У меня 1 шея. Они герои, я нет. Вы видели? Они герои. Я нет. Я не буду танцевать фокстрот. Никогда. Спасибо. Кабатону Нино Кисмент. მე ძალიან მომეწონა ეს ნომერი, გიორგი ნამდვილად გაიზარდა. ყოველი
ტურის მერე სულ უკეთესი და უკეთესი შედეგები აქვს, იყო ძალიან არტისტული, თან ფოქსტროტი ყველამ ვიცით, რამდენად რთული ცეკვა, სხვა ცეკვებთან შედარებით, მაგალითად ვალსთან შედარებით, ბევრად რთულია და ეს ჩქარი და ნელი მოძრაობები, რომელიც ორივე უნდა შეასრულოთ ან მუსიკაში რიტმში ჩასვა, ნამდვილად ძალიან წარმატებულად შეასრულეთ და თან ისეთი პარტნიორი ყავს ჯულიანა ჩემთვის არის ფავორიტი მოცეკვავე, უძლიერესი, ასე რომ ორივე ძალიან კარგები ხართ. დიდი მადლობა და გოჩა, ეს არტისტიზმის და ქორეოგრაფიის შერწყმა და სინთეზი როგორ მოგეწონათ? ჭიქა ცოტა გაწიეთ, თუ შეიძლება. აი გიორგიო, ნახეთ. მადლობთ. აი ხო ხომ კარგი იყო ჩვენი გმირი გიორგი. Well, come on. It's not that bad. Well, რა გითხრა? მომწონს როგორც ნომერი, იყო ძალიან ლამაზი, ძალიან კარგი, მაგრამ სულ ყველა ნომერი, რაც იცეკვე, იყო ძალიან კარგი, ძალიან ლამაზი. მე უკვე უყურებ ტექნიკურობა, technicality, right? ტექნიკას. კი. footwork-ი კაი ქონდა, ცუდი არ იყო, კარგი იყო, მაგრამ აი მომენტებია ისეთი, რომ არის ძალიან კარგი, იმიტომ რომ ძალიან რთულია შენი საჯობ, მე რო გიმსაჯო, იმიტომ რომ არის ძალიან კარგი მომენტები, ძალიან. და მე უცებ ისეთი რომ ვფიქრობ like, you know. და იმ ძალიან კარგიდან ამ ერთი ცალი ვერ წამის და 4 არ გრჩება? ხო და უნდა გამოვიდეს ერთად, you know, კარგი და you know. ეს სპეციალურად არის რომ შემდეგი კარგები უკეთესი გამოჩნდეს, არის ხო არის? კარგსაკეთებ, მე აკეთებ რომ შემდეგი უკეთესად გამოჩნდეს რა. მე ცუდი ნომერი არ მინახია მათგან ჯერ. ნამდვილად. როგორც ნომერი არც ერთი იყო ცუდი, უბრალოდ technicality again. ჯულიანა გამოსწორდა უდაოდ მაჩფერა, უფრო კარგი. როგორც უთხარი ადრე. შენსგან უფრო მეტი მინდა კიდე. თქვენ ახალ წელს ნახეთ რა სიზავს, იმიტომ რომ ეტაპობრივად წინ მიდის და მთავარია ეხლა დაუმესიჯონ. კი, იმისთვის რომ უფრო ტექნიკური გახდა ჩვენი გიორგი და დაგვიანახოს და დაგიმტკიცოთ გოჩა როგორი მაგარი ბიჭია. გამოუგზავნეთ SMS-ები და ჩვენ აპლოდისმენტებით გავაცილებთ ამ არაჩვეულებრივ გიორგი და ჯუჯებიან TBC ბანკის ოთახში. სტაფილოსი რა გითხრათ, მაგრამ ამ ნომრის შემხედვარე მე ახალი წელი წითელი ღვინო და ბუხარი გამახსენდა და ველოდებით TBC ბანკის ოთახში ჩვენს უმშვენიერეს ხვილს და აი ისინიც გამოჩნდნენ ხოთ. ძალიან დიდხანს გაგრძელდა სიტყვიერი შეფასება და ახლა ვნახოთ ეს ყველაფერი კულებზე როგორ აისახება. ხოთ. ოთარ ტატიშვილი 10. სოფო შევარდნაძე 10. Алексей. Я сказал, я не буду танцевать фокстрот, Атим. Нино Сутишвили. Гоча Черткови. 10. Гоча Черткови. 48 ქულა, თითქმის იდეალური ქულა, გიორგი. არა უშავს, მოსალოცად გაქვს საქმე, რადგან 4-10-იანი დაიმსახურე და მე კარგად მახსოვს შენი დაბირება წინა ტურში, რომ თქვი 10-იანები ისე მომეწონა რომ აუცილებლად ვდებ პირობას რომ კიდევ მივიღებო და ასეც გამოვიდა. ანუ ლინდი ჰოპის მერე ესე იგი ფოქსტროტიც გახდა შენი, ხო? კი, ჩემია. მე წინაზე ვთქვი რომ 4-10-იანს ავაწევინებ მეთქი. მე არ ვიცოდი დღეს 5-ნი იქნებოდნენ, მაგრამ 4-10-იანი ხო ავაწევინე? მაშინ ახლა გითხარი 5-10-ში დაუკრათ ხალხო. სიტყვა შეევასრულე. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა ყველას და დამიმესიჯეთ ძალიან გთხოვთ, ძალიან მშვენდება და 95-109 მილიარდჯერ მაგ თქო მე ყველა კედელზე წერია შუბზე ამოვიტვიფრი. ძალიან კარგი. ახლა შეგიძლია დაისვენო, დაწყნარდე. კარგია. მოკლედ, შემდეგი წვლილი რა თქმა უნდა რომ ემზადება თქვენთან შესახვედრად ჯექსონის ამ სიმღერაზე ქართული ილეთების კი გამოუყენებია და ვნახოთ ამჯერად რას შემოგთავაზებენ ვარსკვლავური წვილი. მეც ძალიან მაინტერესებს რას იზავენ ნანა ნებიერიძე და ლევან ახვლედიანი. 95-111. გელოდებით, ხოთ, ჩამოდით ჩვენთან. Jumping down on Chicago way. He had a boogie style but no one else could pay. He was a tall man at his craft. But then his number came on and he was gone with the draft. ერთი ორ დღეს რო ქონდა ალბათ იმ ტექნიკური წუნსაც გამოვასწორებდი. ანუ იცით რა არის მთავარი ამ ცეკვაში? ვიზუალურად ჩანს რომ არაფერი ისეთი რთული და ტექნიკურად აი ურთულესი ცეკვა. რაღაც პადეშკები ვაკეთეს და ცოტა გული
შემომიტია. ჯანზია, ისეთი ჯანზია. მართლა შემომიტია. მე თვითონ მთხოვა რომ ისო პოზიციში დაჯექიო, გამიფრთხილე და უბრალოდ დამითვალეო და ყურადღება მომაქციეო, ანუ შეესწავლები მითხარიო. მაგრამ ამუშავა. რა დრო მოვიდა ეს ზის მიყურებ და მე რა 2 ჩაჩა 2 3 ჩაჩა 2 3 ჩაჩა. Baby, you should know where you're going. The lights on. ცირკის გარეთ ვართ მეგობრები, ყველა აბსოლუტურად ძალიან მაგარი მეგობრები და მე მგონი დავრჩები. და რაც ეხება, როცა ხარ პარკეტზე, ხარ აი საშინელი კონკურენტი. მამა ბევრს მოისმენს, ძალიან მაგრად დაამუშავებს და აჩვენებს ძალიან მაგარ ცეკვას. ძალიან მაგარი გულში მოწვევა. თუ გადაგვიყვანთ კიდევ და კიდევ უფრო საინტერესო ცეკვებს შემოგთავაზებთ. ნანა მზათა. კაი, ნუ ამბობ რა. კი, მზათა. სულ მეუბნება მაგარი ხარ და მიდი და მიდი. 95 111 გამარჯობა. ჩვენ ვიმყოფებით ვაკის სასურაო აულში. და მოდით ნახოთ რა ხდება დარც. საშამას როგორ ხარ? გისურვებ იმ სფეროში, სადაც დაიწყე შეგრძოლა, წარმატებებს. დიდი მადლობა. გვალეში გო ყველანი. ახლა კი მოვედით აულზე ბავშვებთან სტუმრად. გამარჯობა. რა თქმა უნდა, მე ძალიან გულშემატკივრობ და დარწმუნებული ვარ, რომ გაიმარჯვეს. უბრალოდ აუცილებლად დაუმესიჯეთ. დაუმესეჯეთ ნანას 95 111. მარტო ბედნიერი ვარ და ძალიან მიყვარს. არა მარტო ეს ბავშვები, ყველა ჩემი გულშემატკივარი, ვინც მიმესიჯებს და ვინ უყურებს ამ არაჩვეულებრივ პროექტს. ძალიან მიყვართ. პაკა. ნანა ნებიერიძე და ლევან ახვლედიანი. ჩა ჩა ჩა. ნანა ნებიერიძე და ლევან ახვლედიანი. 95 111. რა ქნა ეს? ესე მე არ ვიცი, ყოველ ჯერს ეს გაოგნებული და გაოგნებული ჩვენი ნანათი. ამ ცეკვას პირადად ჩემგან ვუძღვნი ჯექსონის მოყვარულ ნინი ბადურაში. ოთარ. რას გეტყვი? ძალიან ორიგინალურია ჩაჩაჩა კუბური ცეკვა ჯექსონზე და ძალიან სამწუხაროა რომ ისეთ მაღალ ქულას ვერ დავწერთ როგორი ტემპერატურაც არის ხოლმე ჰავანაში. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან ორიგინალური ნომერი იყო. ლევან, კიდევ ერთხელ დავწმუნდი რომ მართლა ერთ-ერთი ყველაზე მაგარი მოცეკვავე ხარ. ნანა, შენზე ხო საერთოდ ლაბარაკი არ მაქვს. დიდი მადლობა. საოცარი წვილია. სოფო, თქვენ რას გეტყვით?
ნანა, ხო იცი, როგორ ვიყვარ ხარ და მომწონ ხარ და ძალიან გულშემატკივრობ, მაგრამ მგონია რომ აი ეს ცეკვა შეიძლება არ იყო ბოლომდე შენი ცეკვა. მაინც ძალიან ლამაზად იცეკვა, შენ რომ სცენაზე გამოდიხარ, რა ვიცი, აფრქვევ მზეს, მაგრამ სხვა ცეკვებში უფრო მომწონ ხარ. Батону Алексей, мы вас слушаем. Я погорячился с фокстротом, я готов что-нибудь сломать ради Наны. Одну руку или одну ногу, танцует ча-ча-ча. Ливан, я вам завидую. Зависть, конечно, плохое чувство, но это было великолепно. Спасибо большое. დიდი მადლობა, კალბატონო ნინო. ურთულესი და ცეცხლოვანი ჩაჩაჩა გვაჩვენა ნანამ თან რაც ამ ცეკვისთვის დამახასიათებელია რთული მოძრაობები, განსაკუთრებით თეძოებით, ეს ძალიან რთული ნაბიჯები, იყო ცოტა პატარა აცთენები, მაგრამ მე ისეთი რთული მოძრაობები იყო, რომ ნამდვილად აი პირღია უყურებდი და მე აღფრთოვანებული ვარ ნომერით. კი, პატარა იყო რაღაცა, მაგრამ მე ისეთები იყო, რომ გადაფარა ის პატარა შეცდომები. აი ეგ პატარები თქვენ რო არ ამბობთ, ბატონო გოჩა გისმენთ ერთი რომელი პატარები იყო ერთი თუ შეიძლება დაგვიკონტროლეთ. მაგრამ კარგი იყო, მაგრამ როგორც დინამ თქვა ძალიან ნამდვილად რთული, მაგრამ უაზროდ არ იყო საჭირო ეს თვითონ ლევანი, I mean come on. არც ერთი ალემანი არ გააკეთა არაფერი ჩაჩა თვითონ ცეკვა რაც იყო რა კლუბში ცეკვა, აი ძალიან ნიჭიერი ძალა, ესეთი ფეხები, ესეთი აი აღარ გაიმეოროთ please. ჭკუით უფრო, იმიტომ ტრიკი იყო ძალიან რთული, ნინო აბსოლუტურად ეს წარმოგელი როგორ გააკეთე, I have no idea. ალბათ მე მოვკვდები როგორ გავაკეთო, მაგრამ სანამ იქ მიხვედი, Billie Jean ზართული ცნობილი სიმღერა, არ იყავი კომფორტაბელოინა თვითონ ცეკვა. თვითონ არ მომეწონა მე თავისი pattern-ი და ყველაფერი რაც იყო. არა ვერაჩვენე შენი თავი. ისეთი კარგი, რომ იცოდე შენ რა კარგი ხარ. რომ იცოდე რა კარგი ხარ. აი ეს მე არ მომეწონა თვითონ ცეკვა. ამიტომ please დაუჭი ხალხი დაგიჭერს ხარს, მაგრამ კარგი ხალხს ვთხოვოთ, დიდი მადლობა ბატონო გოჩა. ყველას დიდი მადლობა ჟიურის არჩეულებრივი შეფასებისთვის. ნანა და ლევანი გავაცილოთ TBC ოთახში და იმედი მაქვს საზოგადოებამ ხარს დაგვიჭერს. და ჩვენი კონკურსანტები, ისევე როგორც TBC ბანკი, მუდამ ხარში უდგას იმ ვარსკვლავებს, რომლებიც თქვენს წინაშე წარსდგებიან ხოლმე და აი ვარსკვლავური წყვილი დაბრუნდა ჩვენთან შესანიშნავი ნომრის შემდეგ. ახლა კი ვნახოთ როგორ შეგაფასებს ჟიური ქულებით. ოთარ დადიშვილი 9. სოფო შევარდნაძე 9. Алексей Венедиктовый. Я продолжаю завидовать. Атев. Нино Сухишвили. Гоча Черткоеви. 46 ქულა, ესე იგი ჩა და კიდევ ერთხელ ჩა, ხო ჯექსონის რიტმებზე. შენთვის როგორი იყო ჩა? ჟიურიმ თქვა რომ თითქოს კომფორტულად არ იყავი ამ ცეკვაში, თითქოს შენი არ იყო. შენ თვლია ასე თუ მოგეწონა შენი შესრულება? პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა ჟურის წევრებს. მეორედ მე ჯექსონის ფანი ვარ. ძალიან მიყვარს ყველა ჯექსონის სიმღერა, მუსიკა და არ ვიცი. კაი ბიჭი იყო, კაი დრო ვატარე. თავარია. ლევან, შენ როგორი დრო ატარე? შვენიერი რა ვიცი. მოკლედ ძალიან კარგად გაერთეთ. ჟიური შეფასება, რა თქმა უნდა, რჩება შეფასებად, მაგრამ მაყურებლის გადაწყვეტილება არის მნიშვნელოვანი და თუ თქვენ ეს წვილი მოგწონთ, აუცილებლად უნდა დაუმესიჯოთ ნომერზე 95-111. კარგად დაიმახსოვრეთ. დიდი მადლობა თქვენ შესანიშნავი ნომრისთვის. შეგიძლიათ დაისვენოთ. მოკლედ ძველი პატეფონი ლედ მოხურული ხანში შესული წვილი, რომელიც იხსენებს თავის ტკბილ ახალგაზრდულ მოგონებებს. ნახოთ. ესე იგი, თქვენს წინაშე წარსდგება შესანიშნავი წვილი. კოდიკო თოლორაია და ანი ჯაჯანიცე. 95-107. ხო! Charleston, made in Carolina. Some dance, some prance. I'll say there's nothing finer than the Charleston. Boy, how you can shuffle
ვფიქრობ, რომ ერთად რაღაცნაირად შევძელით, რომ ეს ცეკვა კარგად გვეცება. ყოველ შემთხვევაში ჟიურის გადაწყვეტილებით მაღალი კულები დაგვიწერეს გოჩა ჩეთკვევის გარდა. გოჩა, it's okay, you know. Maybe you like my smile, maybe you don't like my smile. It's okay. ეს არის ჩემი ოჯახ სამუშაო ადგილი, გაერთიანებული მაქვს სალი, ჩემი თანამშრომელი თათა, სოკოი ვეტროპი. წამოვით ახლა ჩემს იმენა ოჯახს გაგაცნობთ. ჩემი მეუღლე მარიამ ყოფილი აბდუშელიშვილი ახლა თოლორაია და პატარა გაბრიელ თოლორაია, რომელიც მოვიყვანეთ და მიჩუდა. What's up, daddy? აი ფერი მოსვლა გავუხსნა. ორივე ერთი ჭკუის. ხომ აკეთებას გადავწყვეტ ოჯახი შეეხნა ეს. ერთად. პატარა კრეიზი. პატარა დიზინტერის უიღებს, ახლა ძინავს. გაიგდებს და გაგვიღებ. ყველაზე დიდი გულშემატკივრები ვართ, რა თქმა უნდა, ეს განსაკუთრებით ამას უაყურებინე ხოლმე დავიჭერეს და დაჭყეტილი უყურეს მამიკას. ძალიან გვიხარია ორივეს. მე ძალიან მომეწონა ჯაივი და აჭარული. თუ რამე კეთდება აბსოლუტურად ყველაფერი გაბოსთვის. ამ პროექტში იმიტომ რომ მინდა რომ გაბოს თავის სახლი კონდეს, ხო? თავის გემოზე რო იცხოვრებს, მერე თბილისში ან სულ მაინტერესებს ხოლმე ერა ეხლა რო ძინავს, რას ფიქრობს, რას სამყაროში დაფრინა, რას სიზმრებს ნახულობს. მუსიკაზე ისეთ სახეებს იღებს ხოლმე რომ რაღაც აქვს ესეც სიყვარული. და მაგეთადი მამა დადი. თან ამერიკაში წახული იქით кайფული შოვება. იქ თუ გავუყურებ, აი თუ ჩემნაირი გაჭირვებული იქნებ, უნდა იცეყო 8 სეზონი მამა ბინაზე. 95 107. ამ ტურში წევყვა ნელ ვალს. ჩქარი ვალსიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენ უკვე ვიცეკვეთ, საკმარისი ბაზა დაუგროვდა და უკვე შედარებით ადვილად ითვისებს. მოგწონს თქვი? კი. კონკურენტები კი ვართ, მაგრამ ხო გეუბნები მართლა ყიფშო, ნანა, ოლიკა, ან ვინც არიან ამ პროექტში ნინა სოფრესენ დარჩევის უყველო ვინც ვარ. იცი ყველა აკეთებს თავის საქმეს. ხვდები და მე ამას წყვეტს ხოლმე ტელემაყურებელი. არ ვარ დაძაბული, არა, არც ამ პროექტში, არც პროექტს მიღმა და არ უნდა ვიყო ძირს დაძაბული. რატომ უნდა დავიძაბ თუ ვინმე არ დამძაბა? ვარია სურო დეპრესიაში არიან, სურო იმაშვებიან. არაფრისგან პრობლემებს რო ქნიან, არ შემიძლია, არ მიცხოვრია ეგრე ჩემი მთელი ცხოვრება იუმორში მაგაცარებული. ძალიან მაგარი წამყვას და მიამაყება და მიყვარხარ სოსო სუპერ. სიტყვებით ვერ აქვს. ხო, არა მე არ მქონეს პროფაილი ნანახი და იქ სცენაზე დგომისას პირველად ვუყურე და აღფრთოვანებული ვიყავი ძალიან მაგარი ძმაკაც. 95 107. ყველა დაუმეშჭეთ კატიკას 95 107-ზე. კოტიკო თოლორაია და ანი ჯაჯანიძე. ნელი ვალსი. It was fascination, I know, seeing you along with the moonlight above. Then I touch your hand and next moment I kiss you. Fascination turned to love. It was fascination, I know, seeing you alone with the moonlight above. Then I touch your hand and next moment I kissed you. Fascination turned to
კოტიკო თოლორაია და ანი ჯაჯანიძე. ნელი ვალსი. არა მე პირდაპირ თამამად ვიტყვი რომ ესეთი კოტიკო არამც თუ მე ოჯახშიც კი არ უნახავთ ასე რომ კოტიკო დღეს განსხვავებული იყავით ჩემი მოსაზრება ეხლა ვნახოთ რა იქნება აბა სოფორას გვეტყვის როგორ იყო ნამდვილად კოტიკო განსხვავებული აი ხო პირველად ვნახე ესეთ ამპლუაში ძალიან მიხარია რომ ფეხმა გაგიარა დიდი ხანი არ მყავხარ ნანახი ძალიან ლამაზი ცეკვა იყო ძალიან კაი მუსიკა თუ ჩანაფიქრი იყო არა ჩვეულებრივი ცოტა არ იყავი შენ თავში დარწმუნებული მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ძალიან კარგად გამოგივიდათ ყველაფერი ალბათო ნინო თქვენ რას გვეტყვით? ნელი ვალსი საერთოდ ისეთი ცეკვა, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ზუსტად შეასრულებ რამოდენიმე ფიგურა ასრულდა, უნდა აყვე მუსიკას და ამ ნომერში კოტიკო იყო ძალიან ორგანიზებული, დისციპლინირებული, იყო განსხვავებული, ისეთი რაღაც მობილიზებული, ცოტა ნერვიულობა ეტყობოდა, ბუნებრივია როგორც ყველას და რაღაც ეს მაინც აისახებოდა მოძრაობებში, მაგრამ მთლიანობაში ძალიან ცეცხლი სიმპათიური ნომერი გამოვიდა. დიდი მადლობა, არ გაიღიმო, გაჩერდი ბატონო გოჩა. გოჩა, თუ შეიძლება გითხრათ რამე. Well, კოტიკოვანი ძალიან ლამაზი მუსიკა არჩია, yeah, it was really nice, მომეწონა. სამორჩილაძე ყავს ჩვენ აბა? რუსალავია. კი, რაც შეეხება ცეკვას, აი როგორც გიორგი, აქ თავიდან რო დაიწყე ძალიან ლამაზი ტექნიკურად სწორი ნაბიჯები გააკეთე, მაგრამ დგომი გაქარასწორიო და არასწორი მხარე სიყურები, სტანდარტი ეს ქალი აქეთ შენი კით უნდა იყურებოდე. რთული კომპოზიცია იყო ძალიან. ეს continuous lock step contra check, ანი ძალიან ხო იცი რა რთულია ეგ მოძრაობები. ამიტომ არის მომეწონა, განსხვავება არის, მე ვხედავ რამდენი extra effort და work მუშაობა შრომა ჩადეს შეგ, მაგრამ ეს კონკურსია და კონკურსია, ამიტომ ზუსტად აი როგორც გიორგი მიცეკვა, ძალიან კარგი მომენტები ქონდა და ძალიან ცუდი ეს triple lock step-ებს ამოვიღებდი ჩემი გემოვნებით, contra checks გადავაგდებდი და იქნებოდა ძალიან ლამაზი ნომერი და მე შარს ვეღარ მოგდებდი. და ეხლა პროგრესი ხო არის მაინც? მოდი ამოვაგდებთ და ისე გაჩვენებთ და მე დავწერეთ ათები. Fine, იქნება სხვა. კარგი, მაგას ამოვაგდებთ, არ არის პრობლემა. ყოჩახ, ყოჩახ, კოტიკო და აპლოდისმენტები. გავაცილოთ ეს არაჩვეულებრივი, ულამაზესი წვერი. კოტიკო და ანი მოემართებიან თქვენსკენ. და ჩვენ რა თქმა უნდა როგორც ყოველთვის მხიარულად ველოდები ჩვენს წყვილს რომლებმაც ისეთი სევდიანი, ტკბილი და რაღაცნაირი წყნარი ნომერი შემოგთავაზეს და ამიტომ მაყურებლებისგან აუცილებლად სჭირდებათ მხარდაჭერა. გთხოვთ გავამხნევოთ ვარსკვლავური წყვილი. გადაიღე. კარგი. ახლა ყველამ ერთად ნახოთ ჟიურის შეფასება. გთხოვთ. ოთარ ტატიშვილი 9 არ იმსახურებს ამ ფულას, მაგრამ მინდა რომ პროექტში დარჩეს, ამიტომ 9. Алексей Венедиктов. Я уже стал понимать, что говорит Гоча, хотя я не знаю грузинского. Рва. Нино Сухишвили. 9. Гоча Чертკოევი. 7. 42 ქულა. 3 წრიანი დაიმსახურე, კოტიკო. კმაყოფილი უნდა იყო, არა? დიდი მადლობა ჟიურის წევრებს, რა თქმა უნდა. ეცადეთ ისეთი სახასიათოცა თან არ უნდა ნერვიულობდე მართლა. სწორედ აღნიშნე ჟიურის წევრებმა, რა თქმა უნდა, ისინი კომპეტენტურები არიან. ანუ შენ ნერვიულობდი? იცი რა, მაინც ღელა კონკურსი არის, გინდა რომ საუკეთესოდ წარადგინო შენს მიერ ნაცეკვი ნომერი პარტნიორთან ერთად. ნებათაღელვა იგრძნობა, რა თქმა უნდა, როცა ღელა მე ცოტა რაღაც ხარვეზები არის, ალბათ თუ მოგვეცემა შანსი და ტელემაყურებელი მოგცემს იმის საშუალებას, რომ მომდენო ტურში გადავიდეთ, აუცილებლად ამ ნებათაღელვა შავაცხროთ, პროფესიონალის გავზდით, ვასიამოვნებთ თითოეულ ჟიურის წევრებს და რასთავარია თქვენ პატიცემულ როგორი კომპეტენტურის გვყავს ჟიური, ასევე კომპეტენტურები არიან მაყურებლები და მათ აუცილებლად უნდა შეახსენო შენი SMS ნომერი. 95 107. 7. ახლა მე მგონი გიგია რომ გოგონების საუკეთესო მეგობრები არიანო ბრილიანტებიო, ხო? შენს ბატებს ხوار შაულია. აი მოძრაობ, იმიტომ რომ
ესე იგი ბრილიანტებით გაწყობილი ულამაზესი თეთრი ოქროს საყურე და ბეჭედი მომაწონდა კომპანია ზარაფხანამ და დიდი მადლობა კომპანია დამეხმარა იმაში, ზარაფხანამ. რომ თავი ასე ელეგანტურად მეგრძნო და სხვათა შორის საოცარი რამ უნდა დავამატო. საბურთალოს გუდულში მდებარე მაღაზია ზარაფხანა ხვალიდან მხოლოდ 6 დღე გრანდიოზულ ფასდაკლებას გვთავაზობს მთელს კოლექციაზე და თქვენ შეგიძლიათ თქვენთვის ასურველი სამკაული შეიძინოთ 50%-იანი ფასდაკლები. წარმოიდგინეთ. ასე რომ ხვალიდან გავიქეცით და ვიღებთ მხოლოდ 6 დღე ზარაფხანაში საბურთალოს ლამაზი გუდულში მდებარე მაღაზია ზარაფხანაში. ახლა კი დროა. ახლა კი დროა რომ გადმოვინაცვლოთ ჩვენსკენ. დიდი მადლობა კოლეგებო. მინდა მოგიწოდოთ, იმიტომ რომ თქვენ რეალურად შეგიძლიათ ჯიურის გადაწყვეტილება შეცვალოთ. ნახეთ, უკვე რა ქულები აქვს კოტიკოს, ასე რომ თუ მოგწონთ მისი ცეკვა და გინდათ რომ შოუში დარჩეს, აუცილებლად გამოუგზავნეთ SMS-ები. მაშა ასე თქვენ SMS-ებით ხართ დაკავებული, ჩვენ კი ცოტა ხნით რეკლამას შევთავაზებთ ჩვენს ტელემაყურებელს. გთხოვთ. მაშასე ბარისეულო საზოგადოება დაგიბრუნდით ამ არაჩვეულებრივ არენაზე და მე და ნანკა ბოდიში არა ნანკა შევეცდებით რომ გავაგრძელოთ ჩვენი არაჩვეულებრივი შოუ რომელსაც ცეკვავენ ვარსკვლავები ქვია ნანკას აქვს თქვენთვის რაღაც საინტერესო სათქმელი იმიტომ რომ ისეთი რაღაცები ვიხილე რომ რო არ გავამახვილოთ ყურადღება არ შეიძლება აქამდე მივალთ მე უბრალოდ მინდა გითხრათ რომ სილამაზის სალონების ქსელი და სოლარიუმ კლუბ ნატალი კლავ ჩვენს გვერდით არის უკვე მესამე სეზონი დიდი მადლობა მინდა გადავხადო მათ და მინდა გითხრათ რომ ყველაზე ექსტრემალურ მდგომარეობაში მუშაობენ მე უკვე არაერთ პროექტზე მუშაობ მათთან ერთად და აი ქუჩაში შეიძლება 2 წუთში თქვა დახვეული თმა გაასწორონ არ ვიცი რანაირად ახერხებენ ამ ყველაფერს ესეც 2 წუთში მოახერხეს სულ ექსტრემალურ სიტუაციებში აკეთებენ ყველაფერს ჩემთან ყოველ შემთხვევაში ამიტომ ექსტრემალური სტილისტები არიან სხვა პროფესიის ხალხი არა აი ყველა მდგომარეობაში მზად არიან დაგეხმარონ რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ამიტომ როცა ნატალი მესმის უკვე მშვიდად ვარ წყნარად ვარ და ვენდობი ვინ იქნება ნატალი ვაიმე რა კარგია უკვე წყნარად ვარ რა პრობლემაა ვიძახე და რაც შეეხება აი ამ სილამაზეს რომელიც არის თეთრი ოქრო და ბრილიანტი ეს რა თქმა უნდა საიუველირო კომპანია ზარაფხანამ მოგვაწოდა ეს რომელი აი გუდვილში 50%-იანი ფასდაკლება აქვს საბურთალოს გუდვილში არის ზარაფხანა და იქ ხვალიდან 6 დღე 50%-იანი ფასდაკლება იქნება ესეთ ულამაზეს სამკაულებზე ასე რომ ქალბატონებო მიეშურეთ ან თქვენი მეორე ნახევრები გაუშვით საჩუქრისთვის ვაჟბატონებო არა ვაჟბატონებო გაემგზავრეთ და შეუძინეთ თქვენს ქალბატონებს ულამაზესი სამკაულები ისება გამგზავრებაზე გამახსენდა ჩვენთან შოუში ნელ-ნელა ტოვებენ ჩვენი საყვარელი ვარსკვლავები თავის მეწყვილეებთან ერთად კონკურსს, იმიტომ რომ კონკურსის ასეთი პირობები არსებობს, რომ უნდა დაატოვო პროექტი, თუ ყველაზე ნაკლებ ხმას მიიღებდა თუ ჟიურით სხვანაირად შეგაფასებს დაბალი ქულებით. მე მგონი უკვე გული აღარ წყდებათ რომ ტოვებენ შოუს. ხო, იმიტომ რომ ეს გლობალი რომ არის, ხო იცი? ტურ ოპერატორი აი გლობალი. ძალიან საინტერესო პრიზი დააწესა გავარდნილი კონკურსანტებისთვის. იორდანიაში აგზავნის 7 ღამით 5 ვარსკვლავიან სასტუმროში. ჩარტერული რეისით და ასვენებს ამ ხალხს. და მშვენება პეტრა. მე მინდა 4 წამყვანი ვართ. მე ნუ დამიმესიჯებთ ხალხო გამაგდეთ და ზოგადად აუთსაიდერებში დავდგებით მე და თუ შეიძლება აი პრობლემა. იმიტომ რომ ნახეთ რა კარგ დროს ატარებენ სპეციალური ვიდეო თქვენთვის იორდანიიდან. შეხედეთ. აქ ჩვენ ვიმყოფებით წითელი ზღვის შუა ნაწილში და ვაპირებთ სპორტით დაკავებას, რომელიც ეს აპირებს მაგრად, სულ არ იცის. მე არ ვიცი, სულ რა სისულელია, როგორ არის? ეს რა არის? ძალიან მაგრა ვერხობთ, ძალიან მაგრა, მართლა. მე ნინი ვარ, მობილოთოს ვერ ვიცარით. აი და ესე იგი ვაპირებთ გადავხდეთ წყალში და ჩავყვინოთ, ესე იგი კლიმატი არის ძალიან მაგარი, ვიდრე არის 30-32 გრადუსი, სადღაც როგორც არა ძალიან მაგარია კლიმატი, მართლა ფანტასტიკური ამიდები და მაგარი ადგილია და ძალიან კარგ ხასიათზე ვართ და ძალიან კარგ განწყობაზე варт. Скажи, что? У нас все отлично, у нас замечательная погода, у нас замечательная яхта.
Вообще мы так здорово отдыхаем. И сейчас мы идем нырять. А завтра у нас экскурсия на Петру. და თქვენ წარმატებებს გისურვებთ და დაგვაცადეთ აქ გათხოვა რა და დასვენება. გისურვებთ ყველა წარმატებებს. შეგშურდეთ. ჩვენ ორი ბოღმა და შურიანი ადამიანი დავრჩით ამ არენაზე, ესე იგი ნახერხი მოგვაყარე და ცირკია რა. ცირა, აი ამ გლობალო. მეც მინდა დასვენება. კარგი, ხუმრობა იქით იყოს და გავაგრძელოთ ჩვენი არაჩვეულებრივი კონკურსი, როგორც ატყობთ. შესანიშნავ დროს ატარებენ, ცოტა კამერებით ხელს უშლიან დასვენებაში ოპერატორები, მაგრამ რასიზამ. იქაც ცეკვავდა ოთო, ვენატრებით. მაგის გარეშე ვერ ძლევს, იქაც ცეკვავენ ჩვენი ვარსკვლავები და აქაც ცეკვავენ. გავაგრძელოთ და მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი გენერალური სპონსორი გახლავთ Alright Tomorrow. ასევე ჩვენი სპონსორი Whistle ჯგუფი. და მინდა უღრმესი მადლობა გადაუხადო კომპანია ყაზბექს, რომელიც ასე გვაგრილებს ჩვენ შოუში. დიდი მადლობა. რა გააკეთე? და მე მგონი დრო მოვიდა, რომ კიდევ ერთხელ შევახსენოთ მაყურებელს, აუცილებლად გამოვაგზავნოთ SMS-ები. დრო უფრო და უფრო ცოტა რჩება. თუ ყავთ რჩეული, აუცილებლად მიეცით ხმა. SMS-ის საშუალებით ხო გახსოვთ არა? კახა, ლიკა, რა ხდება თქვენსას? დიახ, ხუმრობა იქეთ არა, აქეთ იყოს. მოკლედ ჩვენ ისევ მოგესალმებით TBC ბანკის ოთახიდან, სადაც ყოველთვის მხიარულებაა გაიღიმეთ. დიდი მადლობა თქვენ. რა თქმა უნდა, შემდეგი კონკურსანტები ელოდებიან თქვენთან შეხვედრას და ისინი 18 გრემის მფლობელ არედა ფრანკლინის სიმღერაზე აცეკვდებიან. ვინ არიან ესენი, ნეტა? ქეთი ხატიაშვილი და გიორგი ბარბაკაძე. 95-102. გელოდებით არენაზე. არც უთ ხასიათზე ხა ის ხოტრე შეცდომა რომ მოგვიდა ვის არ მოსვლია ვინ არ წაქცეულა ხა არც არაფერი ის ბრალი არ იყო ჩვენი ბრალი იყო იმუშავებ ვივარჯიშობ დავიწყოთ იქიდან რომ არა მარტო ცეკვების მხრივ ცხოვრებაში ხო ადამიანს უნდა რომ უკეთესობისკენ იაროს ხო და უფრო განვითარდეს და რაღაც იდეალს მიაღწიოს და ძალიან მაყოფილი ვარ და გრძნობ რომ ცხოვრებაში ზუსტად ეს მომენტი მაქვს ახლა რომ ვიზრდები. ძალიან ბევრი ხალხისგან ვიგრძენი სითბო, მხარდაჭერა, გამხნევება. თვალებიდანაც რო ისმის რომ შენ გულშემატკივრობთ და ყველაფერი გამოგივა გილოცავ რომ გადახვედი შემდეგ ტურში, ეს მაძლევს უდიდეს სტიმულს. ეს ჩვენი ქორეოგრაფები არიან უზომოდ ნიჭიერი ხალხი. თავიდან ნერვიულობდი ხოლმე რომ აი ნეტა რაც შეგვხვდება და ეხლა ზუსტად ვიცი და მშვიდად რომ კი არ შეგვხვდება, მოგვიხდენენ და ისე მოგვაწოდებენ. ქეთი არის ძღოლი, პრავა აქვს, როგორ მანქანით არ მოძრაობს და ამ შემთხვევაში ღამე მოძრაობ ხოლმე ის რა არის. მოძრაობა როც არ არის მაგრამ ეს და რამის დამამტვრია კიდეც. სამაგრად გავერთეთ. ჩვენ მივყვებით ეს ასტრაპარკში და ჩვენი სტუმრები არიან ცეკვენ ვარსკვლავების მონაწილეები ქეთი ხატიაშვილი და გიორგი ბარბაკაძე. მოდით პირველი შეკითხვა დავსვათ ქეთი ხატიაშვილს. ქეთი, როგორ გაერთეთ დღეს ასტრაპარკში? ძალიან ვიმხიარულეთ მე და გიორგი გასტრობანა ვითამაშეთ. რა თქმა უნდა მე მოვიგე. გიორგი, როგორ გაერთე შენ და ქეთიმ დაგამარცხა და მაინც რა შეგრძნება რაც თქვი. დამამტვრია და კიდე კაი აი მან გადამარჩინა ეს ნამდვილად საჭიროა. გიორგი და ბევრჯერ დაგვარდნია გოგოები? არა, პირველად შენ დამივარდი. არა, მანამდეც დამოვარდნია. ერთით ერთია ჩვენში უკვე და ერთხელ იმან დამაგდო მე გადაუარე ხა და ახლა უკვე მოდი აბა შევრიგდით. დაგვიმესიჯე, ჩვენი SMS-ი არის 95-102. ქეთი ხატიაშვილი და გიორგი ბარბაკაძე. ჩა ჩა ჩა.
მე მგონი ხრტილიც არ აქვს ისეთებს აკეთებს. მაშასე სასწაულებს აკეთებს და ხალხის რჩეული თუ მოეწონა ოთარ ტატიშვილს. აი ესეთია კეთი. მე არ ვიცი იქ როგორი ჩაჩა იყო, მაგრამ დონარი იყო მაგარი. ჩაჩაც მაგარი. ახლა მთავარია SMS-ები. მოგიწოდებთ ყველას რომ აიღოთ ტელეფონი და გამოუშვათ SMS-ი. აუცილებლად ჭირდება კეთის SMS-ები ძალიან კარგი ადგილია, ძალიან კარგად ისვენებენ ჩვენი კონკურსანტები, მაგრამ თქვენთვის დღეს იქ წასვლა ძალიან ადრეა. მოასწრებთ და ისვენებთ. გული გამისკრება თქვენ რო დადგეთ აუთსაიდერებში და მოუკვდებით თქვენ რო გავარდეთ. იმიტომ რომ არ შეიძლება მოასწრებთ იქ წასვლას. თქვენ რომ ეხლა წახვიდეთ იქ, წითელი ზღვა გაშავდება და მკვდარი ზღვა გაცოცხლდება. და კიდე რაღაც კატაკლიზმები მოხდება. ამიტომ ძალიან გთხოვთ ფინალამდე არ წახვიდეთ და მერე დაისვენეთ. ძალიან დიდი მადლობა. სოფოთ გისმენთ სიხარულით. მეც მიმაჩნია რომ თქვენ ფინალში თუ არ გახოთ, ესე ჩავთვლი რომ მე ჩემ მოვალეობა როგორც საჯის ვერ შევასრულე. რა ვიცი, მე ვდნები შენ რო გამოდიხარ სცენაზე ქეთია, აფრქვე ამ მზის სხივებს და გარდაყოლაფრა პროსტა ფანტასტიკურად იცეკვეთ ორივე. იმილი როგორი აქვს? არაჩვეულებრივი. Батону Алексей, слушаем вас. Спасибо. Ваш комментарий. Какое счастье, что за нашим столом есть доктор Атари, который вытащил меня из тяжелой контузии во время этого танца. Вы могли потерять члена жюри. Замечательно, ребята, замечательно. Спасибо доктору. Оча, Нина Софишвили разготовилась. მე არ დავმალავ იმ ფაქტს, რომ კეთი შენ ჩემი ფავორიტი ხარ, ნამდვილად ამ სეზონში ძალიან მაგარი გოგო ხარ. და თან ეს ცეკვა, რომელიც ძალიან მოიხდინე, სულთულესი ცეკვა, სადაც ძირითადად ჭაჭაჭა ყოველთვის ესე ითვლება, რომ ქალი არის უფრო ამ ცეკვაში მთავარი, იმიტომ რომ უფრო მოძრაობები აქვს და რომც ეგრე არ ყოფილიყო, უკაცრავად გიორგია შეგჭამა. არ კეთის უყურებდით ყველა. აშკარად. კეთის ფონზე და კეთი არის მონაწილე და ეგრეც უნდა ეს არის იყოს. კარგი პარტნიორი, რომ წარმოადგინოს თავის, ესე იგი, კონკურსანტს. ნამდვილად. ოჩახ გიორგი, ძალიან მაგარი ბიჭი. დიდი მადლობა ქალბატონ ნინო. გოჩა, მაგრამის გარეშე ვიქნებით თუ არა, მაგრამიც იყოს. მაგრამ ცოტა. კეთი გიორგი. ინდივიდუალურად როგორც რაღაც სასწაული ხარ. მე არ გეუბნები, მე მარტო ტრიქსი არ გეუბნები და ექსტენშენ ეგენი არ მაკვირვებს. მე თვითონ ცეკვა, თვითონ ეს თეძოების მოძრაობა, ფეხები, რაღაც ფენომენალური ხარ. რა მაგარი სიტყვა თქვით, გვატონო გოჩა. საულ ვიხსენე. ჩემი პრობლემა ამ ნომერთან ის იყო როგორც წვილი ერთად. ძაძლიერი ინდივიდუალურად გიორგი კარგად იცეკვე შეიძლება მუხლები გამართე please გიორგი ჩაშასე ცეკვა. extension მუღუნული მუხლე ამას ქვია American style, ეს არის ინტერნაციონალური ჩაჩა. როგორც წვილია chemistry არ იყოს საკმარისი. ჩაჩა უნდა იყოს ძალიან intense, ეს არ არის მართლა ესეთ სათამაშო ცეკვა. ძალიან სიცილები იყო. და როგორც კეთით როგორც მოცეკვავე იყო რაღაც dynamite პროფესიონალებზე კარგი. დამეჯერა. დიდი მადლობა და ფენომენალური კეთი გავაციოთ ახლა. მაგრამ როგორც წვილი ერთმანეთს მიაქციეთ ყურადღება. აუცილებლად გაითვალისწინებენ ყველაფერს გილოცავთ. შესანიშნავი შეფასება, გილოცავთ. ოჯახ კეთილებთ TVC ბანკის ხალხის რჩეული ვარსკვლავი მოემართება თქვენსკენ კახა. ხალხის რჩეულს ველოდებით ნამდვილად ენერგიული, მხიარული და ცეცხლოვანი ცეკვა შემოგთავაზეს და დაგვიბრუნდა ჩვენი უმშვენიერესი წვილი. მოკლედ ჯიურის შეფასება სიტყვიერი შესანიშნავი იყო. ახლა ვნახოთ ეს ყველაფერი ქულებზე როგორ აისახება. გთხოვთ. ოთარ ტატიშვილი 10 სოფო შევარდნაძე ძალიან დიდი 10 ალექსეი ვენედიქტოვი 11 ნინო სუფიშვილი 10 პლუსი გოჩა ჩერკოვი 9 ესე იგი, კეთით ყველა ნერვიულობდი, მინდა გითხრა, იმიტომ რომ არაჩვეულებრივი ცეკვა შემოგთავაზეს. საოცრად ენერგიული და წარმოვიდგენი ახლა რაც გზნობ, იმიტომ რომ დღევანდელ ტურში ჯერჯერობით ჩვენ ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურე, ყველაზე მაღალი ქულები, მით უმეტეს ჩვენმა სპეციალურმა ჟიურიმ შენ 11 ქულა დაგიწერა. რაც გზნობ ახლა, მოდი მითხარი და როგორია შენი ემოცია?
ეხლა ვარ უბედნიერესი და დიდი მადლობა ჟიურის წევრს ესეთი შეფასებისთვის. ხალხს ვინც დიდი ტაში ძალიან მამხნევს მუსიკალურ პროდუსერს რუსეთს ჩვენს ქორეოგრაფერს დიმას, ალინოს, საშამას და მე ეხლა ვარ ძალიან ბედნიერი. აი, მართლა ძალიან ნერვიულდი, იმიტომ რომ ყველგან ვიტყვი. სამთავროში აბაზანაში ძილის წინ სოლრიმში ჩაჩა 1 2 3, ჩაჩა 1 2 3. აი, ძალიან მიხარია რომ შეგიძლია ასევე წახვიდე ჩაჩა 1 2 3. 1 2 3 4 5 6 7 1 2 3 4 5 6 7 და SMS ნომერი. ჩვენ SMS შეგახსენებთ თუ შეიძლება 95 102. დიდი მადლობა თქვენ ესეთი შესანიშნავი ნომრისთვის. შეგიძლია დაისვენოთ, ამოისუნთქოთ. 1 2 მოკლედ, შუა საუკუნეების ციხესიმაგრე, ანთებული ჩირაღდნები და უზარმაზარი ჭაღი. ნეტა რაც ეკვა მოუხდება ამას. მე არ ვიცი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს შემდეგ კონკურსანტებს ამ კითხვაზე პასუხი აქვთ. ხო. აშკარად, ამ კითხვაზე პასუხი კი არა, ამ კითხვაზე ცეკვაც აქვთ მომზადებული და ტოლიბოისა სალომე ჭაჭუასთან ერთად. 95-8. გელოდებით, გთხოვთ. A woman's please. It's right there now in home. I got a woman way uptown. That's good to me. Oh yeah. Oh she. მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ორჯერ პატარაზე შემეშალა, ეს კაი სანახაობრივი ნომერი იყო, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველას ღიმილი გამოიწვია, დადებითი ემოცია გამოიწვია და იმედია გულშემატკი ვარ, მხარს დაგვიჭერს, დაგვიმესიჯებს და ჩვენ კიდევ ერთხელ გადავდავ წინ ნაბიჯს. მე ახლა მოვედი ნატალიის დრის სპა ცენტრში. ასე დაძაბული კვირის შემდეგ და ამდენი ვარჯიშის მერე ვიკეთებ სანთლის ძალიან მაგარ მასაჟს. ისეთი მაგარი აქედან ადგომა აღარ წვიდა და ასეთი დატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე, ასეთი რელაქსაციული მასაჟი არის ყველაზე მაგარი და გირჩევთ რომ მოხვიდეთ. შედარებით უკვე ეს ბოლო ცეკვა იყო ის რომ ტოლე იცეკვა. და არა, ვთქვათ, მე ვცეკვავდი. არა, რატო, ისიც კაი იყო, რა ქვია. რუმბა. ჩვენ ვცეკვავთ ვენურ ვალსს. საერთო ჯამში ვენური ვალსი შედგება ორი მთავარი ძირითადი მოძრაობისგან, ის არის მარჯვენა და მარცხენა ბრუნვა, მაგრამ რომელსაც ცალ-ცალკე ვაკეთებ. ერთად ვერა. ხო, შესრულება არ რთულია, ამიტომ ცოტა გვიჭირს, მაგრამ მუშაობის პროცესში ვარ, ნელა გამოდის. მე უნდა გავაკეთოთ ისე, რომ ანუ არ შემეშალოს. ხოლმე შემთხვევაში ვცდილობ, მართლა ძალიან ვცდილობ, მაგრამ რავი, სამწუხაროდ თავი ბევრი რაღაცით მაქვს გამოტენილი და ანუ ხანდახან ესე მოვიწყდება რა. აი აქ ხელი აქ მეორე სად გაჩვენა, მაგა ჯერ სწორად გაკეთებები ჯერ ხარ წელი. ხო, გამახსენდა. ეგ მომკიდ გადაცვალი ხლე წაგები. თავიდანვე ძალიან მონდომებულად ვარჯიშობდი, მაგრამ ეხლა უფრო თავისთავად დამწყდება გული, რახან ამდენი ხანი ვშრომობ და ვწვალობ რომ წავიციო წინ და ეხლა რომ გავარდე თავისთავად ძალიან დამწყდება გული და ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის რომ არ გავარდე და კარგად ვიცექო. თუ ჩვენი ცეკვა მოეწონათ და დაგვიმესიჯონ აუცილებლად, იმიტომ რომ რაღაცა SMS-ები ბოლო ადგილზე ვარ, ხო, იმიტომ რომ სულ ბოლო ადგილზე ვარ. სულ გთხოვთ, დაგვიბჭიროთ მხარი, დაგვიმესიჯოთ, რათა გადავიდეთ შემდეგ ტურზე 95. ასრბა. ტოლი ბოისა და სალომე ჭაჭუა. ვენური ვალსი. Side of me, love remains a drug that's high and out here. But did you know that when it snows, my eyes become large and the light that you shine can't be seen? Baby, I can bring it to a kiss from a rose.
your rose isn't blue. A light next to you. Tony Boy-ისა და სალომე ჭაჭუა. ულამაზესი ცეკვა იყო. ტოლი ყოველ ჯერზე გვაყურებს მართლა. რამდენი ვინერვირული. საერთოდ როგორ ასწრებ ამ ყველაფერს? ორმაგი ვარჯიში, გუშინ თამაში ქონდა და მოიგო არმია, მინდა გითხრათ, გილოცავ ამასაც. და ოთარ, რა სიტყვი, ტოლი გაიზარდა, ხო? ნელ-ნელა ხო იზრდება და იზრდება ყოველ ტურზე. ტოლიმ ჯერ ოლიმპს მოუგო არმიასთან ერთად და დღეს უკვე ცეკვის ოლიმპიი დაიბყარი. ტოლი გილოცავ, მართლა ძალიან ლამაზი ნომერი იყო. ძალიან ნიჭიერი ადამიანი ხარ. ნამდვილად იმსახურებ მაღალ ქულას. მეტი რა გვეთქმის არა? დიდი მადლობა ოთარ. Батону Алексей. Раньше я думал, что я умею танцевать вальс. Сегодня я понял, что и вальс я танцевать не умею, к сожалению. Я вас поздравляю, ребята. და გოჩა. ხო კარგი იყო გოჩა. კი. Well. სოფო, რომ მოიგე შენ რუსეთში რამდენი ხანი იყო ეგ შოუ? 6 თვე. 6 თვე ხო. ეს შოუ რო გაგრძელეს 6 თვე და ანებე კალათბურთი შეგახტე იმ მოცეკვავე. seriously, რამხელა პროგრესი. ტექნიკურად ყველაზე სწორი იყავი ჯერჯერობით. ნომერი იყო yes. ერთადერთი მე არ მომეწონა ის რომ მესამე ნაბიჯს ჩქარობდა სამზე ხო იცი ფეხები ერთად ჩქარა მიდიოდა ეს არის ადრენალინ უფრო ნელი გეჩვენება მუსიკა ვიდრე არის მაგრამ მესამე კალათბურთში გარბენია გაიგე და ამიტომ აქ ის არის რომ მესამე არ უნდა გადადგა და მე სამზე უნდა გაჩერდე ოდნა მუსიკას ჩქარობდი ოდნა უმუსიკო არ იყო უბრალოდ rushed ჩქარობდი მაგრამ ამხელა improvement დალაგებული ყველაფერი ოდნავ ფიჯინთეოდ ფეხები მაგრამ სტანდარტს უხდება ეგ you know bravo I'm shocked I was like okay ტოლი ბოისა ყველაზე პასუხდება და მოდით აპლოდისმენტებით გავაცილოთ ტოლი ბოისა და სალომე ჭაჭუა კახასკენ და ლიკასკენ მოემართებიან და აპლოდისმენტებით ვეგებებით ჩვენ როგორც ყოველთვის TBC ბანკის ოთახში ჩვენს კონკურსანტებს ამა ყველამ ერთად გავამხნევოთ ვარსკვლავური წყვილი მაყურებლებთან ერთად ნუ ვიპასიურებ. იმიტომ რომ თქვენმა პასიურობამ შეიძლება ცუდი შედეგი გამოიღოს. ამიტომ გახსოვდეთ, უნდა იაქტიუროთ და გამოგზავნოთ თქვენს ფავორიტებს SMS-ები. ახლა კი ვნახოთ ჟიურის შეფასება, გთხოვთ. ოთარ ტატიშვილი. 10. სოფო შევარდნაძე. 9. ალექსეი ბენედიქტოვი. 9. ნინო სუხიშვილი. 10. გოჩა ჩერტკოევი. 48 ქულა, ესე იგი მე მგონი ტოლი, შენთვის 10-იანები უკვე უცხო აღარ არის. კარგი, მაღალი შეფასება იქით იყოს, მოდი მოკლედ გითხარი შენთვის. ლათინური პროგრამა უფრო ახლოა თუ ევროპული პროგრამა? აშკარად უფრო ლატინური გამიადვილი და სტანდარტები ძალიან გამიჭირდა და მე მოხარული ვარ, რომ დღეს ეს ჩვენი ცეკვა შედგა. უმაღლესი ქულებით მიდიხარ, მოკლედ ეს ბოლო პერიოდი და იმედია ესე შენარჩუნდება, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის ჟიურის შეფასება ძალიან კარგია, მაგრამ თქვენ თუ არ იაქტიურებთ, არაფერი არ გამოვა ძვირფასო მაყურებლებმა. ამიტომ თქვენ უნდა შეახსენოთ SMS ნომერი. 95 108. ძალიან კარგი, დიდი მადლობა თქვენ, შეგიძლიათ დაისვენოთ, შესანიშნავი ნომერი იყო, შესანიშნავი შეფასება იყო და 80-იან წლებში კარგი დისკოტეკა რო ჩატარებულიყო, რა იყო ამისთვის საჭირო, იცი შენ? მე მგონი ამას შემდეგი წყვილი გვეტყვის, ხო? შემდეგი წყვილი გვეტყვის. მე მგონი ამისთვის საჭირო იყო მხოლოდ ბაბინებიანი მაგნიტოფონი. ესე იგი, ბაბინებიან მაგნიტოფონზე მოცეკვავე ნინა წკრიალაშვილი და რეზიკო რობაქიძე. 95-113. გელოდებით ნინა და რეზიკო. გთხოვთ. Is all that I can give to you. Oh, it's for the only. ჟიურის კულები არ არის ჩემთვის უიგივი, იმიტომ კი არა რომ მათ პატივს ძალიან დიდ პატივს მემატ ყველას. მე ძალიან მიხარია რომ ვითვალისწინებ კიდეც მე და გოჩა მეგობრობ და მიხარია რომ არ მიმატებს კულებს. ესე იგი რაც უდათ ვსეკვავ რომ ესენი მეგობრების ფონზე აი ამ ნიშორიანებს მიწერენ, გაიგე? I will follow the trail to tomorrow with my lonely
ძალიან იჭიერ. არა, ხუმრობ რა თქმა უნდა, უბრალოდ აზარტულ თამაშებს რაღაცა ვერ დავუჭირე ის მუღამი, სხვა რა სიტყვა არაფერი. ეს მომეწონა მოვიგე. სულ ყოველთვის ვაგებ თამაშის დროს და პირველად მოვიგე ჩემ ცხოვრებაში. უკვე სიმართლე გითხრა, იცი რა ეტაპზე ვარ, რომ ამდენი შრომა მენანება უკვე და აი შეიძლება 1-2 კვირა კიდე თუ შემორჩი პროექტს, მე შეიძლება მართლა გამიჩნდეს აზარი უკვე რაღაცისთვის მივიტოლო, მაგრამ ეხლა მივდივარ აბსოლუტურად ისე მგონია რომ კონცერტია და კონცერტზე გამოდივარ და დამთავრდა კიდე 5 კვირაში ერთხელ ერთი კონცერტი. ჩვენთებოთ ჯაივს. რეზიკო საყვარელი. ჩემი საყვარელი ცეკვა. პირველი ტურიდან მე ქაჩება რომ ისო რა ქვია ჯაივი ვიცეკო ჯაივი და დადგა ეგ დღე რომ ისე ჯაივი მე ვიცეკო. ამ ცეკვაში შანსი არ არის. არანაირი წუწუნი, არანაირი. არანაირი. რომ ჯაივზე შემდეგ გიჯერებთ და მე მინდა რომ ტანგო ვიცეკო ძალიან კარგად თუ მოვა. ტანგოზე მე შევიდე რომ მაგრად ვიცეკო. ხო და ტანგოზე მე ჩავკეტავდა. დავიდე. არა, ეს გავაკეთე მუსიკა, შევა? 1 2 3 4 5 6 7 8 ადრე თუ უფრო დიდხანს ყავის დალევას ვანდომებდით, ეხლა ეგრე გადაკრათ ხოლმე ყავს. და უფრო ვარჯიშობთ რა და ალბათ ყველა თავისთვის არის უფრო ადრე ერთმანეთს რაღაცა აბებს უყვებოდით ხოლმე და ეხლა მოდიან მარტო საქმეს აკეთებენ და გამარჯობა და მე მიდის ყველა თავისთვის არის და ალბათ ამით გამოიხატება თუ რა რითი გამოიხატება დაგებული 1 და 2 3 არ გააჩერე სიხტუნა 1 და 2 3 4 5 6 ეგ არის 95 და 100 მეტი აი ესე ვიგებ აჰა აჰა შო ნინა წკრიალაშვილი და რეზო რობაქიძე ჯაივი სტივი ვანდერთან ერთად. მადლობ საშა. 95-113 რა საყვარელი ხარ. სოფო გთხოვთ. ცოტა ნერვიულობის ნინა გამოვიდა და იმიტომ მიყვარს ძალიან ნინა და მინდოდა რომ კარგად ეცეკვა რომ ისეთი სუფთაგულით დამეწერა კაინიშანი და სუფთაგულით დაგიწერ კაინიშანს დღეს. დიდი მადლობა და ძალიან უყვარს ნინა ასევე გოჩას და რას გვეტყვის აბა გოჩა. ბატონო გოჩა გისმენთ? Well, ყველა არ გეძახდი მე შებზრიალაძეს, ის უიბზრიალე და იბზრიალე. რა თქვა ძალიან რთული ცეკვა შეხვდა განსხვავება სხვებთან შედარებით, rumba, cha-cha, foxtrot, jive. ხთუნო ძალიან ლამაზი, ყველაფერი კარგად. ერთი ის იყო რომ ენერგია აკლდაოდა შენ ცეკვას, Oh, come on. I mean, შენ თუ ბებერი მაშინ მე მიცვალებული. Come on. No. უფრო მეტი ენერგია, უფრო მეტი ხტუნაობა. უბრალოდ იყო წყნარი, უნდა ყოფილიყო უფრო energized, უფრო ძლიერი. დანარჩენი არაფერი შეგეშალა.
ყველაფერი იყო კარგად, ესე იგი. Yes, ცოტა ჩუმი იყავი, ცოტა უფრო უნდა წასულიყავი, like strong, like. გამოვასწორებთ მაგ სიტუაციას ბატონო გოჩა. შემდეგ ეპიზოდში თუ ჯაიფი შეხვდა, უნდა გამოვასწორო. კი, გამოვასწორო. დიდი მადლობა. შემდეგი ეპიზოდი იყოს SMS-ი გამოუშვი და ჩვენ გიშვებთ TVC ბანკის ოთახისკენ. აპლოდისმენტები გამოინარჩებიან თქვენსკენ. და რა თქმა უნდა ჩვენ ველოდებით ეს იყო ბოლო კონკურსანტები, ესენი იყვნენ უბრალოდ ბოლო კონკურსანტები და მათ უფრო მეტად ჭირდებათ მხარდაჭერა, იმიტომ რომ ისინი დიდხანს ელოდნენ თქვენთან შეხვედრას და გავამხნევოთ ისინი ძალიან გყოთ. დამსწრე საზოგადოებაო, TVC ბანკის ოთახის წევრებო, აი ეს უკვე სხვა საქმეა, ახლა კი ჟიურის მხოლოდ შეაფასეთ ქულებით ეს ჩვენერი წვილი. ოთარ ტატიშვილი 8 სოფო შევარდნაძე 9 Алексей Венедиктов. Я когда приехал сюда, я подумал, зачем мне так много ненужных вещей. Вот это мне не надо. И 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 вот это мне не надо. Атим! Нина Субиშვილი. ძალიან დადებით ემოციებს იწვევს ჩემში ნინა. 9 გოჩა ჩერტკოევი. 8 44 ქულა. 44 ქულა მიიღენი. შვენიერი ქულა. მოდი ეს ქულები რომ გამყარდეს მაყურებელს მოუწოდე რომ დაგიმესიძოს და შეახსენე შენი SMS ნომერი. მე დღეს ძალიან ბედნიერი ვარ, მინდა ჩემს მივულოცო მესამე შვილის შეძენა. ჩვენს ოჯახში ნამატია, გაჩნდა პატარა თომა და ვუსურვებ მას ჯანმრთელობას და ყველაფერს საუკეთესოს. ძალიან დიდი მადლობა ჟიურის, დიდი მადლობა რეზიკოს და რეზიკო რას დაამატებდი? თქვენი SMS ნომერს ალბათ. 99 13. დიდი მადლობა, თქვენ შეგიძლიათ ამოისუნთქოთ ბოლო კონკურსანტები, მოკლედ აი ესე მშვენივრად წარდგენ თქვენ წინაშე. დუტა, რისი დროა ახლა? მაშინ ასე 8 წვილმა უკვე შეასრულა თავის არაჩვეულებრივი ნომერები, ჩვენის გაგჩენია რომ გამოვაცხადოთ რეკლამა, გამოიყენეთ ეს დრო SMS-ებისთვის, გაძლევთ ამის შანსი. წავიდა. ასე დაგიბრუნდით ცეკვავენ ვარსკვლავებში პატრიცემლო საზოგადოება როგორც ატყობთ 4-ვე წამყვანი TVC ბანკის ოთახში ვართ და შესაბამისად ჩვენი დარჩენილი 8 კონკურსანტი განაჩენის მოლოდინშია. ეხლა კი დადგა დრო ნახოთ ვინ რა პოზიციაზეა ჟიურის შეფასების შემდეგ. ვის რამდენი ქულა აქვს? ასე როგორც შევატყებთ, ფოტიკო და ანი ყოფილან ბოლო პოზიციაზე ჟიურის ქულების მიხედვით. ასე რომ მე მგონია რომ ჯობია რომ გამოვიყენოთ დრო სანამ გვაქვს ამავე დასაშუალება რომ დაუნესიჯოთ ჩვენს კონკურსანტებს. მე კი შეგახსენებთ რომ გამარჯვებულს დეველოპერული კომპანია არქიჯგუფი გადასცემს ფინანსის ერთ-ერთ პროექტში გამარჯვებულის არჩევანი. არქიჯგუფი კი თბილისის ყველა უბანში აშენებს. მეორე ადგილზე გასული ვარსკვლავი კი კომპანია Kia Motors-ისგან მიიღებს ავტომობილ Kia Cadenza-ს. ეს ბოლოს რო გავარკვევთ მეორე ადგილზე გასულს, მაგრამ ვინც ახლა არის ხოლმე რა ხდება? მადლობა უნდა უთხრათ. მადლობა უნდა უთხრათ ჩვენს მედია პარტნიორს. ამ BBG-ს რა თქმა უნდა და Pierre Cardin-ს რომ ასე არაჩვეულებრივად გვაცვია მე და კახას. დიდი მადლობა. წყვილი რომელიც დღეს დატოვეთ პროექტს, ასევე არ დარჩება საჩუქრის გარეშე. ნამდვილად წყვილი რომელიც დღეს გამოეთიშება პროექტს გაემგზავრება იორდანიაში ტუროპერატორის IM Global-ის ორგანიზებით და დახმარებით. ისინი დაისვენებენ იორდანიაში წითელი და მკვდარი ზღვის კურორტებზე, 5 ვარსკვლავიან სასტუმროში 7 ღამით მოინახულებენ მსოფლიოს ერთ-ერთ საოცრებას პეტრას და მოკლედ ტუროპერატორი IM Global-ი მათ დაუვიწყარ დასვენებას მოუწყობს. LG-ის წარმომადგენელი Arai Tomorrow ყოველთვის უდგას გვერდში ჩვენს კონკურსანტებს და დღევანდელ წყვილს, რომელიც დატოვებს პროექტს, გადასცემს არაჩვეულებრივ LG-ის საჩუქარს. პარფიუმერული ქსელი ლუტეცია, რომელიც უკვე 13 წელია ზრუნავს თავის მომხმარებლის კომფორტსა და პოზიტიურ განწყობაზე, სწორედ ამიტომ წყვილს, რომელიც დღეს დატოვებს პროექტს, გადასცემს ლუქს ბრენდის საჩუქრებს და რა თქმა უნდა ქსელის მუდმივ VIP ბარათებს. ლუტეციას ახსნა ძალიან მარტივია. საუკეთესო არჩევანი, საუკეთესო ხარისხი და რა თქმა უნდა, საუკეთესო მომსახურება, რომელსაც გამოცდილი პროფესიონალი კონსულტანტები უზრუნველყოფენ.
იოგას ცენტრი ანამ და ორ აბონემენტს, ერთიან აბონემენტს შესთავაზებს გავარდნილ წყვილს. ძალიან კარგი საშუალებაა რომ განიტვირთონ და ნერვიული სტრესები მოიხსნან, თუმცა ესე გამაჯანსაღებელი მოვლენაა და ინდოელი პროფესიონალები მოგემსახურებიან აქ. არც კომპანია ზარაფხანა დატოვებს მათ საჩუქრის გარეშე. კომპანია ზარაფხანა წყვილს, რომელიც დღეს დატოვებს პროექტს, გადასცემს სასაჩუქრე ბარათს, ასე რომ ზარაფხანას ნებისმიერ მაღაზიაში მათ ექნებათ საშუალება, რომ შეიძინოთ მათი გემოვნებით სასურველი. მაღაზიები აქვთ ხო? კი, ნებისმიერ მაღაზიაში შეეძლებათ რომ შეიძინოთ მათივე გემოვნებით არაჩვეულებრივი სამკაულები. თეთრი ოქრო, ბრილიანტი წარმოიდგინეთ, რამდენი სასიამოვნო რამ შეგიძლიათ შეიძინოთ. ესე იგი პოზიციები ჩვენ უკვე ვიცით და ერთი დიდი სურვილი მაქვს რომ მოდი მომზადებულია უკვე ვიდეო და ვნახოთ კოლაჟი ვინ როგორ შეასრულა დღევანდელი ტურის დავალება. მოიცა. არა? ერთი რამეა რა. ნახავთ ყველაფერს. ჩვენ მაყურებელი ნახავს. დღეს მოკლედ ძალიან ბევრი ადამიანს გაუხარდება ერთი სამწუხაროდ დატოვებს პროექტს, მაგრამ 12 საათს გადაცილდა და დღეს ერთ-ერთი უმშვენიერესი ქალბატონის დაბადების დღეა ის ჟიურის წევრი. ამიტომ ყველამ ერთად რა ლამაზი დღეა, რა ნათელი დღეა, იმიტომ რომ დღეს ნინოს დაბადების დღეა. გილოცავთ! ქალბატონ ნინოს ხიშურს ულოცავთ დაბადების დღეს. და ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ. კახა. დარჩი მან. და მე მგონი რომ მოვიდა რომ ნახოთ ეს კოლაჟი ვინ როგორ შეასრულა დღევანდელი დავალება. ჩართეთ ფირი. You better not cry, you better not pout, I'm telling you why. Santa Claus is coming, I mean the big fat man with the long white beard. He's coming to town. Above. Then I touch your hand and next moment I kissed you. Fascination turned to
ხმის მიცემის შეწყვეტამდე დარჩენილია სულ რამოდენიმე წამი. დავიწყოთ 10 9 8 7 6 5 ბოლო 4 ერთად დავითვალოთ რა 4 3 2 1 და ხმის მიცემა შეწყდა სულ რამდენიმე წამში გავიგებ თუ ვინ გადავიდა პირველი შემდეგ ტურში. აბა ვნახოთ ვინ არის ლიდერი. შემდეგ ტურში გადავიდნენ გიორგი და ჯულიანა შემდეგ ტურში იცეკვებენ თაკო და გაგა შემდეგ ტურში ვიხილავთ კოდიკო და ანი პირველი აუთსაიდერი ნინა და რეზი შემდეგ ტურში გადავიდნენ და იცეკვებენ ნანა და ლევანი როგორ მიყვარს ამის გამოცხადება შემდეგ ტურში ვიხილავ სოფო და რამაზი მეორე აუთსაიდერის გამოცხადების ჯერი მემერგო შესაბამისად ვინც დარჩება იმას ვიხილავთ შემდეგ ტურში მაშასე შემდეგი აუთსაიდერია ტოლი და სალომე კეთის და გიორგის ვულოცავთ ისინი შემდეგ ტურში არიან მაშასე დარჩა სულ რაღაც 1 წუთი და ამ 1 წუთში ჩვენ გავარკვევთ თუ ვინ გადავა შემდეგ ტურში და ვინ მიიღებს მონაწილეობას მერვე საკონკურსო დღეს მაშასე წამზომი ჩაირთო ეხლა გავარკვევთ ვინ წავა იორდანიაში
მაშასე დრო ამოიწურა და შემდეგ ტურში იცეკვებენ შემდეგ ტურში იცეკვებენ ნინა და რეზო. მაშასე დღევანდელი კონკურსი დამთავრდა იმით, რომ ტოლი და სალომე ტოვებს. ტოლი, შენ ყველაფერი გააკეთე. აპლოდისმენტები ტოლის და სალომეს. და არაჩვეულებრივი პრიზები LG-სგან როგორც დაგბედით. ეს თქვენ. კომპანია ზარაფხანამ დააწესა თქვენთვის საჩუქარი, ეს არის სასაჩუქრე ბარათები, ასე რომ შეგიძლიათ მიბრძანდეთ ზარაფხანის ნებისმიერ მაღაზიაში და შეარჩიოთ თქვენივე გემოვნებით თქვენთვის ასურველი სამკაული. ეს კი იოგას ცენტრ ანანდასაგან ერთთვიანი აბონემენტები გინდა ქავთარაძეზე, გინდა ბარნოვზე, სადაც გინდა. გიხარდება და რა თქმა უნდა პარფიუმერული ქსელითაც არ გახდოვით საჩუქრის გარეშე და გადმოგცემთ ლუქს ბრენდის საჩუქრს და რა თქმა უნდა ქსელის მუდმივი თხოვთ ლუტეციას წარმომადგენელს. მე კი კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ თქვენს დასვენებას იორდანიაში უზრუნველყოფს ტურ ოპერატორი IM Global-ი, ასე რომ თქვენ გაემგზავრებით IM Global-ის ჩარტერული რეისით იორდანიაში 5 ვარსკვლავიან სასტუმროში 7 ღამით წითელი და მკვდარი ზღვის კურორტებზე მოინახულებთ საოცრება პეტრას, მოკლედ არაჩვეულებრივად დაისვენეთ. აბა კარგად დაისვენეთ, დაიმსახურეთ, თქვენ იმდენი იმუშავეთ, რომ დაიმსახურეთ დასვენება. ახლა კი ყველამ ერთად ნახოთ ჟიურის ქულები და SMS-ებით ვინ რა პოზიციაზეა. ნახოთ. სოფო და რამაზი პირველ პოზიციაზე, დაკო და გაგა, ნანა და ლევანი, გიორგი და ჯულიანა, კეთი და გიორგი, კოტიკო და ანი, ნინა და რეზო და ბოლოს ტოლი და სალომე. მაშასე დღეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ მაყურებლების აქტიურობაზეა დამოკიდებული ბევრი რამ, მათ შეუძლიათ შეცვალონ ჟიურის გადაწყვეტილება და ამიტომ იაქტიურებენ. რეალურად ფინალში ხედავდნენ, ტოლის იმდენად პროგრესული იყო და მე ძალიან დამწყდაგული ამ წყვილზე მართალი რომ გითხრათ. იაქტიურეთ მაყურებელო და გამოაგზავნეთ SMS-ები. SMS-ების გამოგზავნა კი უკვე ამ წუთიდან შეგიძლიათ. კი, რა თქმა უნდა და მე ერთ რამესაც შევახსენებ ჩვენს ტელემაყურებელს, რომ მარტო SMS-ები აკმარა. ჩვენ წინა კვირაში ვიყავით იაშვილის კლინიკაში, შეგახსენებთ და ამ ბავშვებისთვის არ დაგავიწყდეთ. ძალიან მნიშვნელოვანია უბრალოდ სისხლი და ვისაც გაქვთ ჯანმრთელი ხო ჩააბაროთ. ფინანსურად შეიძლება ვერ დავეხმაროთ, მაგრამ სისხლი ხომ გვიდო ხზარღვებში გაეცით სისხლი. მაშასე დიდი მადლობა თქვენ ტელემაყურებლებო, დიდი მადლობა დამსწრე საზოგადოებას, დიდი მადლობა თქვენ ჩემო კოლეგებო და რა თქმა უნდა ჩვენს უმშვენიერეს ჟიურის გემშვიდობებით შემდეგ ხუთშაბათამდე. და ერთ კვირაში შევხვდებით ტელეიმედის არხს.